მოგესალმებით, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის სხდომა, ქორუმი გვაქვს, მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მივესალმები კომიტეტის წევრებს, დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის დღის წესრიგით განსაზღვრული გვაქვს განსახილულად 4 საკითხი. პირველ საკითხად წარმოდგენილია ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ ანგარიში, მოხსენებელი გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი, მინდა მას პირადად მივესალმო და ყველას შეგახსენოთ, რომ ეს ჩვენი რიგით მეორე მოსმენა არის, მას შემდეგ რაც კომიტეტი სამინისტროსთან ერთად და რუსთავის მერიასთან ერთად აქტიურად ჩაერთო ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის საკითხებში. მეორე საკითხად წარმოდგენილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 20-23-25 წლების გეგმის განხორციელების შედეგები, რომელსაც წარმოადგენს ქალბატონი ნინო თხილავა, გარემოს დაცვისა და სოფლმეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის პირველ და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. აღნიშნული მოხსენება ასევე ეხება და მიმართულია უშუალოდ ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობაზე. მესამე საკითხად წარმოდგენილია ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგები. წარმოგვიდგენს მას ქალბატონი მარინა არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მეოთხე საკითხად წარმოდგენილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხისა და განხორციელებული საქმიანობის შესახებ 25 წლის ანგარიში, რომელსაც ქალბატონი ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვის მხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წარმოგვიდგენს. რეალურად დღევანდელი ჩვენი კომიტეტის სხდომა არის გაგრძელება, ასე ვთქვათ, იმ მოსმენებისა, რომელსაც კომიტეტი უკვე მეორე მოწვევის პარლამენტია ახორციელებს ქალაქ რუსთავის ჰაერის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და დაბინძურების შემდგომი პრევენციის ჭრილში. თუ კითხვები არ გვაქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით, მინდა გთხოვოთ, რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი და შემდეგ მოусმინოთ მოხსენებლებს. ძალიან დიდი მადლობა. მაშინ ქალბატონი ნინო ლაცაბიძეს ვთხოვ, რომ მობრძანდეს ადგილი და კი ბატონო ადგილი როგორც გქნებავთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა კომიტეტს ამ შესაძლებლობისთვის, იმის მიუხედავად, რომ რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, გარემოს დაცვა და ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა რჩება მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელოვან საკითხად და რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად ჩართულები ვართ, რომ დაწყებული პროცესი, რომელიც 2020 წელს გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის გამკაცრების კანონის მიღების შემდეგ დავიწყეთ, რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს და რაც შეიძლება სწრაფად დაიძლიოს ის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც თითოეულ რუსთაველს გვაწუხებს. ჩვენ ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ, იქიდან გამომდინარე, რომ ინტერესი მაღალია და ძალიან ხშირად მოსახლეობა კითხულობს იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც ერთად გადავდგეთ, გვინდა რომ 2020 წლიდან დღემდე განხორციელებული და შესრულებული სამუშაო ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ. 2020-ში პარლამენტის გუნდის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო საწყისი მთავარი ეტაპი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ უკვე მათ შორის ადგილობრივ დონეზე ჰაერის მართვის გეგმის შესრულება და იმ კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელიც გათვალისწინებული იყო მათ შორის მუნიციპალურ დონეზე. მოკლედ გეტყვით, რომ ის ვალდებულებები, რაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა აღებული მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით 2022 წლის გეგმებში თითქმის სრულად შესრულდა, თუმცა კიდევ რჩება გამოწვევები და მას შემდეგ უკვე ახალი აგლომერაციული გეგმა, რომელიც გვაქვს დამტკიცებული, კიდევ გვაძლევს ახალ ვალდებულებებს და ძალიან ვცდილობთ, რომ თითოეული პუნქტი განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის მხრიდან შესასრულებელი იყოს დაძლეული. ჩვენ რამდენიმე კუთხით განვახორციელეთ რეფორმა, ერთ-ერთი იყო სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც დღეს ერთ-ერთი წარმატებულია ჩვენი ქალაქისთვის, როგორც შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის სახით, ასევე რუსთავი-თბილისის მიმართულებით. აღარაფერს ვამბობ იმ მწვანე სივრცეებზე, რომელიც ქალაქში სწორედ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.
გზების ნაწილში რჩება გამოწვევები, თუმცა ძალიან ვცდილობთ, რომ თითოეული პროექტი ასევე დიდწილად გულისხმობდეს გარემოს დაცვის მიმართულებას და დღეს გვინდა რომ რამდენიმე მთავარ გამოწვევაზე ვისაუბროთ, რომელიც რჩება ქალაქში, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო აქტუალური იყო და გვინდა რომ კომიტეტს გთხოვოთ დახმარება, რომ კიდევ უფრო აქტიურად მოხდეს ჩართულობა როგორც კომიტეტის, ასევე სამინისტროს წარმომადგენლებსაც მინდა რომ ვთხოვო კიდევ უფრო მეტი სამუშაო შეხვედრა გაიმართოს ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირველი ეს არის გეზეშეების გადახედვა, რამდენიმე გეზეშეში ჩვენ ნახეთ, რომ იყო პრობლემა სუნთან დაკავშირებით და ის ნორმები, რომელიც იქ იყო დაცული, დღეს რეალურად პრობლემას ქმნის. რამდენიმე საწარმოზე გვქონდა საუბარი სამინისტროსთან და გეზეშეს თუ გავყვებით და დოკუმენტს თუ გავყვებით, ყველაფერი წესრიგშია, თუმცა თუ არის ამის შესაძლებლობა, არ ვიცი, კარგი იქნება რომ დაიხედოს რამდენიმე გეზეშე, რომელიც მარტივად რო ვთქვათ, მაგალითად ჯართის ღია წესით დაჭრასთან დაკავშირებით და დაკავშირებით წარმოშობს სუნს, რომელიც საკმაოდ მძიმე გავლენას ახდენს ქალაქზე. ასევე მეორე საკითხი იყო ნაგავსაყრელი, რომელიც პრობლემური იყო ქალაქისთვის და გქონდა სამინისტროსთან კომუნიკაცია და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ საკითხზეც სამინისტრო გარკვეულ ნაბიჯებს გადადგავს და აქედანაც ქალაქის გარკვეულ ნაწილზე იყო ძალიან მძიმე სუნი, რეალურად ჩვენ კონტროლიც განვახორციელეთ სამინისტროსთან ერთად 500 მეტრი რადიუსის მონაკვეთზე. იმ ეტაპზე არ დაფიქსირდა, თუმცა ფაქტია, რომ ქალაქში სუნის პრობლემა დღემდე რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ასევე მინდა გთხოვოთ კანონმდებლობა, რომელიც 2020 წელს მივიღეთ, 2021 წლებში გულისხმობდა გარემოზე ზიანის მიყენების შემდეგ გარკვეული ფონდის შექმნას, რომელიც უნდა მოხმარდეს დაზიანებული არეალების გაუმჯობესებას, ან თვითონ ქალაქში სხვადასხვა მწვანე პროექტების განხორციელებას და ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იქნება თუ გავზრდით ეფექტიანობას ამ ფონდის. რუსთავი ალბათ ერთ-ერთი პირველი იყო 2024-ში, როდესაც პირველად მივმართეთ შვედეთის მთავრობასთან და სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ჭალისწყლის პროექტის აღდგენით და სამწუხაროდ დღეს აი ბოლო დღეებია, როდესაც მოურჩით ტენდერს ჭალისწყლების აღდგენის, არ იყო სრულყოფილი დაფინანსება, გარკვეული მიმართულებები იყო ამოღებული და ვფიქრობთ, რომ გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოდელი, რომელიც შეიძლება გადასახადების ნაწილში გვაქვს მუნიციპალიტეტს, ეს მოდელი არ იყოს ამ შემთხვევაში რელევანტური და ვფიქრობთ, რომ ქალაქები, რომელიც უზიანდებით და ამ დაზიანებიდან მიღებული ჯარიმები აკუმულირდება სწორედ ამ ფონდში, უპრიანი იქნება, რომ გარკვეული ფორმულა, გარკვეული მიდგომა არსებობდეს ამ ფონდის განკარგვის, საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი და რუსთავის მუნიციპალიტეტს საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს ამ კუთხით. რეალურად მზად ვართ იმისთვის, რომ გარკვეული მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტებით შემოვიდეთ ფონდის ათვისების ნაწილში, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი მუშაობა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. ძირითადი ჩვენი მთავარი გამოწვევად რჩება საწარმოები და ვიცით, რომ გადაიარაღება თვითმონიტორინგის სისტემა რეალურად ძალიან დიდ გავლენას ახდენს, პოზიტიურ გავლენას 2021 წლის შემდეგ, თუმცა არის საწარმოები, რომლებიც ჯერ კიდევ ამ გადაიარაღებას ვერ ახერხებენ და მნიშვნელოვანია სამინისტროს უფრო აქტიური ჩართულობა ამ ნაწილში მუნიციპალურ დონეზე, რა თქმა უნდა, გვაქვს 2026 წლიდან კიდევ ახალი გეგმები, რომელიც მიმართული იქნება ჰაერის მართვის გეგმის ფარგლებში
პრინციპში ჩვენს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე. ეს არის ძალიან მოკლედ ის ინფორმაცია, რომელიც გვინდოდა რომ როგორც პოზიტიურ ჭრილში, ასევე გამოწვევების ნაწილში კომიტეტისთვის და სამინისტროსთვის წარგვედგინა და ჩვენ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ წარმოუდგენელი ამ გამოწვევის მარტო დაძლევა მუნიციპალიტეტისთვის და რომ არა თქვენი მხარდაჭერა, რომ არა ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც სწორედ ის პროექტები ხორციელდება, რაც პოზიტიურ გავლენას ახდენს ამ საკითხზე, მუნიციპალიტეტი ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. ვცდილობთ რომ ოქროს შუალედი დავიჭიროთ ბიზნეს საწარმოებს შორის და გარემოს დაზიანებაზე, თუმცა თავარი მაინც არის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენს ქალაქში თითოეული რუსთაველის ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი ისეთი პროექტი განხორციელდეს, რომელიც გარემოს შექმნის გარემოზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. მე მგონი სულ ეს იყო, მზად ვართ რომ თუ რაიმე კითხვა იქნება, უფრო დეტალურად გავცეთ პასუხი. დიდი მადლობა ქალტონინო. საკითხი ნამდვილად ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, ანუ შემდგომი მჭიდროდ თანამშრომლობა რაღაც საკითხებს უფრო მეტად გამოავლენს, თუმცა რომ ნაგავსაყრელი ახსენეთ, ლილოს ნაგავსაყრელი იგულისხმეთ, ხო ალბათ? არა, რუსთავში იყო კერძო ნაგავსაყრელი, რომელიც სამწუხაროდ გარკვეული რეგულაციების დარღვევით ალბათ არა, კერძო ნაგავსაყრელი არ არსებობს, ანუ იურიდიულადაც ესეთი რამე უკანონო ნაგავსაყრელია. ჩვენ შეტყობინობა გავაკეთეთ გარემოს სამინისტროსთან, სამინისტროს ჰქონდა რეაგირება, მთელი ზაფხულის განმავლობაში ეკიდა ცეცხლი ნაგავსაყრელს და დაკვამლიანება იყო ქალაქში და ამის შემდეგ უკვე იქიდან გამომდინარე, რომ სათანადოდ ვერ მოხდა ლიკვიდაცია ალბათ თუ ჩაქრობა ამ ცეცხლის მთელი თვეების განმავლობაში ძალიან მძიმე სუნი დგას ქალაქში, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქარია. ჩვენ ვითხოვდით ამის ახსნასაც, ეს იყო თუ არა კანონიერი და რამდენად შეიძლებოდა იქ ქალაქთან ძალიან ახლოს ამ ნაგავსაყრელის. ქალტონელის უნდა პასუხს გაცემა. მადლობა, მოგესალმებით. მე გახლავართ ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვითის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მადლობა ქალტონინო პრეზენტაციისთვის და ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაგავსაყრელთან დაკავშირებით. ზედამხედველობის დეპარტამენტმა გამოავლინა, რომ კომპანია ახორციელებდა ინერტული და სამშენებლო ნარჩენების განთავსებას ტერიტორიაზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოცულობა, რა რაოდენობის ნარჩენსაც განათავსებდა, იყო დაქვემდებარებული გარემოს ზემოქმედების შეფასების კოდექსს დაქვემდებარებული საქმიანობა. ამასთან დაკავშირებით კომპანიის მიმართ გატარდა რეაგირება და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იქ გარდა ინერტული და სამშენებლო ნარჩენებისა, ასევე იყო ერთგვარი შერეული ნარჩენები, რასაც სავარაუდოდ გამოიწვია ეს აალება და მოხდა მოკლედ აალება ამ ტერიტორიაზე. კომპანია არის დაჯარიმებული, კომპანიას ასევე შეზღუდული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, არ უნდა შეიტანოს მან ვიდრე არ მიიღებს გარემოს შეფასების კოდექსით განსაზღვრულ შესაბამის გადაწყვეტილებას და იმ შემთხვევაში თუ კომპანია დაარღვევს, მოგეხსენებათ, აი სწორედ როდესაც ჩვენ 22 წელს გავამკაცრეთ კანონმდებლობა, მაშინ მივიღეთ საკმაოდ მკაცრი სანქცია შეზღუდვის მიწერილობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და სანქცია განსაზღვრულია 10,000-დან 30,000 ლარამდე, ნუ ყველა განმეორების შემთხვევაში ეს თანხები ორმაგდება. რაც შეეხება ამას, ეს საკითხი ჩვენ კონტროლზე ყავს აყვანილი, კომპანიას ასევე დაევალა რომ მოეხდინა გადაფარვა ამ ტერიტორიის ის აღარ მომხდარიყო აალება და ყველა ღონისძიება უნდა გააკეთოს წესით კომპანიამ იმისთვის რომ აღარ მოხდეს გავრცელება ამ აალების შედეგად წარმოქმნილი ბოლის ქალაქის ტერიტორიაზე. ხომარდებათ ქალტონელი ბატონი ირაკლის შატაკეშვილს თხოვნა. მოგესალმებით, მადლობას გეტყვით. ქალტონელიკო, თქვენთან მექნება შეკითხვა და ზოგადად პოზიცია მინდა დავაფიქსირო ნაგავსაყრელთან დაკავშირებით. რა მიუხედავად იმისა, ეს ლიცენზიას დაქვემდებარებულია თუ სპეციალური ნებართვას დაქვემდებარებული, ვფიქრობ, რომ ზოგადად საქმიანობის საგანი, როდესაც ასეთი ნარჩენების მართვის ნაწილი არის, ვფიქრობ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, ან კიდევ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის და მის გარეთ არის, ან მეზობელი
მუნიციპალიტეტიც არის და მსგავსი საქმიანობის ნებართვების გაცემის შემთხვევაში მე არ ვიცი თუ არსებობს ასეთი კანონმდებლობა, მაშინ აღსრულების ნაწილში უფრო უნდა გავამკაცროთ და თუ არ არსებობს კიდე შევიმუშაოთ ისეთი რეგულაცია, რომელიც ვალდებულს გახდის სამინისტრო იქნება თუ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო, რომ ქალაქის პოზიცია იქნეს გათვალისწინებული. ვგულისხმობ იმას, რომ მაგ კონკრეტულ ნაგავსაყრელზე თუ რაც ქვია, არ ვიცი რაც არის, მაგ კომპანიისათვის, მაგ საქმიანობის საგნის ნებართვის გაცემის შემთხვევაში რუსთავის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რუსთავის ტერიტორიაზე არ არის, პირდაპირ ზემოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ეს ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა გვაქვს შემუშავებული და მთელი რიგი ღონისძიებები არის გაწეული, ამხელა ფინანსური რესურსები არის ჩადებული და ამხელა ძალისხმევა არის გაწეული და ჩადებული ამაში, ხო? ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე კიდევ მე მესმის ის ძალიან კარგად, რომ შეიძლება სუნის იდენტიფიცირება არ ხდებოდეს როგორც ასეთი რაიმე ხელსაწყოთი სუნის დაჭერა ვერ ხდება, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ სუნის არსებობის შემთხვევაში ჩვენ ვადგენთ იმას, რომ რაღაც ტექნოლოგიური პროცესი სწორად ვერ მიმდინარეობს. და ამ შემთხვევაში კიდევ კარგია რომ ის ჩვენ ეს სადგურებიც გვაქვს დაყენებული და მობილურიც და წელიწადში 4-ჯერ ჰაერის ხარისხი იზომება და ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება აქვე აუცილებლად მნიშვნელოვანი იქნება რომ რაღაც ჯგუფმა პირთა წრემ გარკვეულმა იაროს პერიოდულად და კონკრეტული შემოწმებები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მოახდინოს. მაშინ, როდესაც რუსთავთან დაკავშირებით საუბრობ ჩვენ ეს არის რაც მინდოდა მეთქვა და აი სუნთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რომ რაიმე გითხრათ ჩვენ რუსთავში ხა მართლა ისეა რომ ყველა ნებისმიერ და ყველა რუსთაველს შეეხება მე თვითონ რუსთავში ცხოვრობ და გაუსაძლისი არის მართლა ფანჯრის დაკეტვა გიწევს იმიტომ რომ ეს სუნი ძალიან გვაწუხებს ადლობა ბატონ ლექსოს უნდა და მანამდე სანამ ლექსოს მივცემ ერთ სიტყვი რომ ანუ რეალურად ნებართვა ჩვენ ნებართვიანი ნაგავსაყრელი არა გვაქვს აი ეს არის სტიქიური ნაგავსაყრელი როგორც ხვდები რომელიც ჩვენ არჩევნების კოდექსში რომ მივყვეთ 2015 წელს იქიდან აღარ მახსოვს 4 წელი გვეწერათ 5 წელი და დახურული იყო რეალურად ყველა სტიქიური ნაგავსაყრელი თუმცა სამინისტროს ნარჩენების დეპარტამენტი თავის დროზე აღრიცხული ქონდა ყველა სტიქიური ნაგავსაყრელი მათ შორის ესეც ექნებოდა შესაბამისად იქ რამე სანებართვო და რეგულირებად მექანიზმზე საუბარი ზედმეტია იმიტომ რომ არ არსებობს არც ინერტული ნაგავსაყრელის ნებართვა, არც არაინერტული, არც აყოფა ცხოვრებას თბილისის ნაგავსაყრელსაც ვიცით, რომ თავის დროზე გეზეში არ ქონდა ისე გაიხსნა. ასე რომ ეს მომენტიც გასათვალისწინებელია და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ რახან გვიდგას ეს პრობლემა, რომ გვაქვს სტიქიურები, გაუტონელი იქნება რაღაც პრაქტიკული ღონისძიებები განახორციელოთ, როდესაც მაინც უწაუკიდებენ და რა ვიცი, მე მგონი სისხლის სამართალიც მოუწევთ ამდენი ისთვის არა ჰაერის დაბინძურებისთვის, არამედ სხვა კომპონენტებისთვის. დიახ. ბატონ ლექსოს მინდა მიცე და მე რეკად. დიდი მადლობა. მეც დავეთანხმები ირაკლის, ასევე დავეთანხმები ქალბატონ ნინოს იმ ნაწილში, რომ ძალიან ბევრი ღონისძიებაა განხორციელებული ბოლო წლებში ნამდვილად და ჩვენ ვერ ვიტყვით იმას, რომ ახლა დაუნახაობა იმის თუ არა დავინახეთ ის გაკეთებული საქმე და ის დადებითი დინამიკა, რაც იყო რამდენიმე წლის შემდეგ და რაც არის ახლა, მაგრამ ეს არ გვაძლევს არანაირად მოდუნების საშუალებას, იმით რომ ქალაქი იზრდება, ვითარდება, ასევე ეკონომიკაში წინსვლა გვაქვს და შესაბამისად მრავალი საწარმო მუშაობს, მრავალი ახალი საწარმო იხსნება და ვფიქრობ, რომ სამინისტრომ კიდე მეტი თხოვნა მაქვს, რომ კიდე მეტი ჩართულობა კონდეს ქალაქ რუსთავში. მე ვერ ვიტყვი ხა არ მინდა ესე ძალიან კრიტიკა გამომივიდეს, მაგრამ რაც ირაკლი მახსნა, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ იდენტიფიცირება, ეს არ არის ქალაქში დგას მარტივად რო თქვა სუნი. ეს არ არის მარტო ნაგავსაყრელიდან გამომდინარე, ეს კომპლექსურად არის, სხვადასხვა წყარო არის. რა ეხლა ჩვენ ასე ვთქვათ დილეტანტურად რუსთავის მერიის თანამშრომლები მე როგორც ვარ საქმის ყურში მიდიან ადგილზე და ასე ვთქვათ სუნს დასძევენ. სად არის ეს წყარო? იქ არის ეთის გადამამუშავებელი საწარმო, იქ არის ჯარჯის ღია მოპოვება, იქ ემატება ნაგავსაყრელი, იქ ემატება ასფალტის ქარხანა, რომელსაც შესაბამისი რეგულაციები არ არის. ჩვენ სამინისტროსთან ბევრჯერ შეტყობინება გაკეთებულა და სამინისტროს პასუხი ყოფილა რიგ შემთხვევაში, რომ არა ამას რაღაც გეზეში აქვს და არ ვიცი ხა
იქნება სპეციალისტებმა კიდე მეტად შესულა ხა მაგალითად სამინისტრო და ჯარიმა ფიზიკურად და გაფრთხილება დაუწერია და ეს საწარმოო პროცესი მის გეზეშეში ჯდება არის თუ ეს ტექნოლოგიური პროცესი და ძალიან გთხოვთ რომ უფრო მეტი ჩართულობა და ჩვენც მეტი იდენტიფიცირება მოვახდინოთ რა წყაროების რა ყველაფერს ფასი ეკარგება ყველა გაკეთებულ საქმეს ქალაქში მართლა იმდენი პრობლემები არის ეხა ძლივს მივახციეთ იმას რომ გადავწყვიტეთ უკვე აი ძალიან დიდი სამუშაო მოხდა ქალაქს არ ქონდა წყალმომარაგების პრობლემა იყო ეხა რა სადაც მივედით იქამდე რომ წყლის პრობლემა გადაწყდა და ეხა წყლის პრობლემა გადაწყდა ეხა სუნი წამოვიდა და ცოტა ისეთი გვინდა რომ მეტი აქტიურობა იყოს და მეტი იდენტიფიცირება უფრო მოხდეს და არა ისე რომ ჩვენ შეტყობინება გავაკეთეთ მივედით მაგრამ არ არის და ამეთი პრობლემა არ მთავრდება რა ნებისმიერ პარკში სეირნობს ახლა ხალხი და სუნია რა ანუ რამზე უნდა ვილაპარაკოთ და ძალიან გთხოვთ რომ მეტი იდენტიფიცირება და მეტი ჩართულობა იყოს რომ გამოვავლინოთ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე რა და სწრაფი რეაგირებები და იმედი მაქვს ესეც იქნება მადლობა ბატონი ირაკლის უნდა ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ ქალბატონო მაიკო თუ შეიძლება აქ არიან გარემოს სამინისტროს წარმომადგენლები და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ რომ თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან ოპერატიულად რეაგირებენ თუმცა ისიც კარგად მესმის რომ არ აქვთ მათ იმდენი ეკიპაჟები და ის რესურსი და იმდენი შესაძლებლობა რაოდენობრივად რომ ისეთი მყისიერი და სწრაფი რეაგირება მოახდინონ როგორიც პროცესი ჭირდება თვითონ და ვგულისხმობ რას თუ ჩვენ რუსთაველები და ზოგადად რუსთავში მაცხოვრებელი დააიდენტიფიცირებს ან ვიზუალურად ან სუნით რაიმე გადაცდომას და შეტყობინებას აკეთებს, ვიდრე შეტყობინებაზე რეაგირება ხდება ადგილზე, რაღაც პერიოდი გადის და მე არ ვიცი როგორ ხდება ეს, მაგრამ რეაგირების მოხდენის დროს უკვე ის აღარ არის ხოლმე ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კომიტეტის წინაშე მაქვს ესეთი შეკითხვა და აქ სამინისტროს წარმომადგენლები არიან და თქვენც გეკითხებით, რომ რამოდენიმე წლის წინ რუსთავში მუნიციპალური რეფორმების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმა და ზედამხედველობის სამსახური გარდაიქმნა მუნიციპალური ინსპექცია და ძალიან ეფექტიანად და კარგად მუშაობს. მას დაჭირდა ასევე მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში. და ჩემი შეკითხვაა შემდეგი, ხო არ არის შესაძლებელი რომ დუბლირება, გაორება, არ ვიცი, თუ წინააღმდეგობაში მოქმედ კანონმდებლობასთან არ მოვალთ, ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს, ან მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ზოგადად იმის შესაძლებლობა, რომ გეზედეს თანამშრომლებს კი არ დაელოდოს, თვითონ მოახდინოს რეაგირება, როდესაც მსგავს სამართალდარღვევას დაადგენს. აღმოაჩენს, შეიძლება ჯარიმა თვითონ არ გამოუწეროს, მაგრამ ოქმის დონეზე მაინც და მაგისთვის საჭირო რაც იქნება არ ვიცი ტრენინგის თუ გადამზადების თუ გარემოზე რა კომპონენტებზე ზემოქმედება ხდება შეიძლება ამას სპეციალური ცოდნა ჭირდებოდეს მაგრამ ტრენინგს გავატარებთ ან მოვამზადებდით ამ ჯგუფს რომელი და ეს ისეთ ქალაქებისთვის როგორიც რუსთავი არის ხო ჩვენ გვესმის ახლა რომ განსაკუთრებული გამოწვევა აქვს მისი ამ ინდუსტრიული ფუნქციებიდან გამომდინარე ასე ვთქვათ და ეს მოსაზრება მექნება და რომ ვიმუშაოთ ამაზე ქალბატონ მაიკო თხოვნა მექნება. მადლობა. მადლობა ირაკლი ერთ ქალბატონ ნელის არ ამიცემ სიტყვას ერთ დავაზუსტებ. ანუ გეზეშე თუ აქვს და ჰაერის ნორმებს ვითახავთ, ანუ სუნს ვერ ვაკონტროლებთ ცალკე როგორც სუნს, ანუ რატო? ხო ეს ერთად უპას ხო, თუმცა ჩვენ ამ სუნზე რამდენიმე წელს წინაც ვილაპარაკეთ და კანონმდებლობაში გვიწერია ამ სუნის კონტროლი და რით ვერ ის ვქენით, წერია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში სუნი. ხო და რაღაცნაირად რაღაცა ბატონ კახა, რაღაცა ხელსაწყოები გვინდა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო ზომავს ამ სუნს და რაც შეეხება აღსრულების ნაწილს მუნიციპალიტეტისთვის გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციების გადატანა, ეგ ვერაფრით ვერ გამოვა ამ მოწყობის ნაწილში, როგორც ჩვენი ინსტიტუციები ამოწყობილი უბრალოდ მათ შეუძლიათ რომ დააფიქსირონ და იმ წუთას გადასცენ ან დაელოდონ სანამ მოვა ზედამხედველობის დეპარტამენტი. ეს ამის უფლება ნამდვილად აქვთ და თბილისშიც გაუკეთებია მსგავსი რამ და რაც შეეხება სუნზე ქალბატონელი ცოტა მეტი რომ აგვიხსნათ, რა გვიშლის ხელს რომ ამ სუნზე რეაგირება მოვახდინოთ. მადლობა. ბატონ ირაკლი ნაგავსაყრელთან დაკავშირებით გეტყვით რომ ეს იყო ქალბატონმა ემაც ბრძანა ეს იყო ცალსახად უკანონო ნაგავსაყრელი ეს ის ნაგავსაყრელიც არ იყო რომელიც ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედებამდე არსებობდა და მას რომ უნდა მოეხდინა მოკლედ დახურვის გეგმის შეთანხმება სამინისტროსთან და ამ შემდეგ
მას ჰქონდა ნარჩენების მართვის კოდექსიდან გამომდინარე ამოვსების ოპერაციის უფლება მიცემული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ კომპანიამ, ასე ვთქვათ, არაკეთილსინდისიერად ეს ამოვსების ოპერაციების უფლება გამოიყენა ბოროტად და არათუ ამოავსო ის ტერიტორია, არამედ მოაწყო ჩვეულებრივად ნაგავსაყრელი, არ იქნებოდა არანაირი პრობლემა იქ რო ყოფილიყო მხოლოდ ინერტული ნარჩენები განთავსებული, სამწუხაროდ ამ ინერტულ ნარჩენებში, როგორც მოგახსენეთ, იყო შერეული სხვადასხვა ტიპის მათ შორის სამშენებლო ნარჩენი, რომელიც ალდებოდა იოლად თუ იქ რაიმე ტიპის ცეცხლისკერა გაჩნდებოდა. ამიტომ ეს კანონი, ეს ნაგავსაყრელი ცალსახად არის უკანონო ნაგავსაყრელი და როგორც გითხარით, ჩვენ შევუზღუდეთ საქმიანობის განხორციელების უფლება და გვყავს კონტროლზე აყვანილი და თუ კიდევ გააგრძელებს იქ რაიმე მათ შორის ინერტული შეტანასაც კი, რომელიც ასევე უნებარ თუ არის ინერტული ნარჩენების შეტანა, იმიტომ რომ მან ის ტერიტორია სრულად ამოავსო და უკვე გორა დააყენა, აქედან გამომდინარე მასზე გავრცელდება ქალბატონმა ბრძანა გააწყვეტილების გარეშე საქმიანობა ჩადენილი განმეორებით არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტი. ასევე სუნთან დაკავშირებით ვიტყვი რომ სწორად ბრძანეთ თქვენ, სუნი არ არის ესე დამოუკიდებლად წარმოქმნილი რაღაცა, ასე ვთქვათ, დიფუზია, არამედ როგორც წესი ჩვენ გვიწევს ხოლმე სუნის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება. და მთელ რიგ შემთხვევებში ჩვენ გვაქვს საწარმოები, სადაც არც მას არ უწერია რაიმე დიდათ ამ გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, რომ იქ რაღაც სუნთან საწინააღმდეგო რაიმე ტიპის ღონისძიებები უნდა გაატაროს, მაგრამ აი მაგალითად იგივე ბიტუმის გაცხელება რაც არის, ყველგან ხდება თითქმის ღია წესით ხდება ამის გაცხელება და ესეც წარმოქმნის ერთგვარ სუნს. მე ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც ჩვენ იდენტიფიცირებული გვყავს, შემოწმებული გვყავს და ასე შემდეგ, მათ შორის დაჯარიმებული გვყავს, ეს კომპანიები ასე თანმიმდევრულად მიუყვებიან და ძალიან კარგად ასრულებენ, მათ შორის იმ გეზშ-ში რაც წერიათ და გარემოს დაცვით გააწყვეტლებაში ამ პირობებს, თუმცა ამაზე ჩვენ რეაგირებთ, მაგრამ არის ასევე ჩვენი, ასე ვთქვათ, არამხოლოდ რეგულაცია გადასახედი და დაგეთანხმებით გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები, რომელიც არის მომზადებული წლების წინ, რომელზეც არის გაცემული გარემოს დაცვით გააწყვეტლება უვადოთ და ასე შემდეგ, საჭიროებს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ცვლილებას. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ ასევე სამრეწველო ემისიების კანონი, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს ინტეგრირებული ნებართვების აღებას, ეს კოდექსი კანონი ამოქმედება 26 წლიდან ეტაპობრივად და აი ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესში, მათ შორის მათ ატმოსფერულ ჰაერთან დაკავშირებით, წყალში ემისიასთან და ნარჩენებთან დაკავშირებით დაუდგინდებათ გარკვეული ვალდებულებები. ოღონდ ვიდრე ეს ვალდებულებები დაუდგინდებათ და ინტეგრირებულ ნებართვას აიღებენ, ეს ემისიების კანონი ამაცი არ გავრცელდება. გარკვეულწილად ზოგიერთებზე გავრცელდება. რომელიც ახალი მოვა ახალზე გავრცელდება, მაგრამ არსებულ გეზშებს ის რანაირად გადასებულებზეც თუ მათი საქმიანობა ექვემდებარება დანართით განსაზღვრულ საქმიანობას, მათ ეტაპობრივად უწევთ ამ ინტეგრირებული ნებართვების აღებას. სადაც შეფასდება საბაზისო მდგომარეობა, დაიდენტიფიცირდება, ისინი იქნებიან ვალდებული შეაფასონ საბაზისო მდგომარეობა და ინტეგრირებული ნებართვებით განსაკუთრებით ემისიებთან დაკავშირებით, მათ შორის სუნის ემისიასთან დაკავშირებითაც დაუდგინდებათ გარკვეული ვალდებულება, მაგრამ ეს იქნება ძალიან შორს, ეს არის რეალურად ამოქმედება 26 წლიდან, თუმცა ეტაპობრივად არსებული საწარმოებმა უნდა გადაიარაღონ, მოიყვანონ შესაბამისობაში და ასე შემდეგ, სადღაც ვრცელდება 27, 28, 29, 30 წლებზე, ეს არ არის ცხადია გამოსავალი. ამიტომ ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს პირველი გაზომვებთან მიმართებაში, იმიტომ რომ არ გვაქვს შესაბამის შესაძლებლობები, რომ გავზომოთ და უმრავლეს ქვეყანაში გამოიყენება ცხვირი ინსპექტორის პრაქტიკა და როგორც წესი ინსპექტორები ცხვირით ზომავენ ბალებს რა ტიპის, ასე ვთქვათ, სუნის გადამეტება, თუმცა არსებობს გარკვეული ტექნიკური საშუალებები, როდესაც დატოვება ხდება ადგილზე, ხდება მისი ადსორბცია, რაღაც ასე ვთქვათ და თუმცა შემდგომში ისევ ცხვირით ხდება იდენტიფიცირება რა არის აქ, რა ტიპის, თუმცა ჩვენ წყაროს დღესაც ვეძებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მას გეზშ-ში უწერია, რომ მას ეს რეზერვუარი პირობითად ვამბობ, ბითუმის გამაცხელებელი რეზერვუარი უნდა კონდეს ღია, ჩვენ ცხადია ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვეთქვით, იმიტომ რომ მას ტექნოლოგიური პროცესი დარღვეული არ აქვს. სანქცია არსებობს, ნორმა არ გვაქვს და შესაძლებლობა გაზომვების. ბატონო, მაინც მგონია და ბატონ კახაც აქ არის, რომ ან ცოტა ან მოქნილობაც რომ ის ვქნათ, ამაზე შეიძლება დეტალებზე მერე ვისაუბროთ. არსებულ გეზშ-ში, ანუ დაჯერიმების შემდგომ ახალი პირობების დადგენის პრაქტიკაც ქონია ჩვენ, რომ გაუმჯობესოს მდგომარეობა და სუნთან დაკავშირებით, ანუ ბატონ კახა აქ არის, ბატონ ზუროც აქ არის, მინდა გთხოვოთ, რომ
ეს სული ადრეც გვედგა ჩვენ პრობლემა და რამოდენიმე წლის წინაც ვისაუბრეთ ამ თემაზე და რაღაც ეს მეთოდოლოგია მანდა მეცხვირის იმედზე რო არ ვიხოთ. და კერძ ვიტყვი კიდე ხა ვენაში ბევრი ვართ ხო ნამყოფი, აეროპორტიდან ვენას შესასვლელამდე დგას ძალიან მძიმე სუნი, იქით არის საცხოვრებელი ზონა, მაგრამ არის ძალიან დიდი კედელი სპეციალური აშენებული, რომელიც იჭერს ამ სუნს და მარტო მაგისტრალზე ხვდებით და ანუ არის საფრთხეებში რა თქმა უნდა ხერხები რომ რაღაცნაირად გავამჯობესოთ ან დავიწყოთ მაინც ზრუნვა. ერთ დღეში რო არ გამოსწორდება ეს ორი აზრი არ არის, მაგრამ მანდამეც ემისიების კანონის იმედად მე არა ვარ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სამართლებრივად მართლები არ ვიქნებით, როდესაც გეზიშია გაღებული. ბატონ კახა ლექს ერთ სიტყვის და მე ფაქტი ცოტა მეტად გასაგები რო იყოს, აი მაგალითად ერთ პრაქტიკულ მაგალითს მოვყვებით ერთ-ერთ საწარმოში, რომ დადგა ესე ვთქვათ სუნი, ვიყავით ყველა ერთად ქალაქში, მივედით კონკრეტულ ლოკაციაზე. მივედით მეტალურგიული საწარმო ერთ-ერთი. და ღია წესით ამუშავებდა ჯარს. გამოვიდა ხეთ შესაბამისი სამსახური, თქვენი სამსახური, შევიდა სამსახურის შიგნით, გამოვიდა და გვეუბნება. ღია წესით ეს ნაყარი ჯართი იქ შედიოდა რა ვიცი, ძველი ცისტერნა ალბათ ნავთობის ეთიანი ეს და რაც იწვევს ამის ღია წესით დამუშავება, ღია ცის ქვეშ, ღობესთან ახლოს. გარემოს დაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ ამის უფლება აქვს. ჩვენ ზუსტად ამას ვიძახით, გაბატონო მაიარო, თუ ამის უფლება აქვს, გადავხედოთ რა ამ უფლებებს რა. მაგ გეზეში შევცვალოთ, არ ვიცი რა. ესე იგი, როგორც ჰაერში გადის წყალი ნაწილაკები, სუნით დგება და რა ვიცი, ან იქნება დახურულში შევიდანოთ. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი რა. ეხლა თორე ბევრი მაგალითი ჩამოყოლვა შეიძლება და ძალიან დიდ დროს წაიღებს, მაგრამ უფრო მეტი საქმე რო იყოს რა, ამიტომ დავამატე. მოგესალმებით, ხალბატონო კომიტეტის თავმჯდომარე, ხალბატონო და ბატონებო, პირველ რიგში მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. მოკლედ, ჰაერის ხარისთან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალიტეტი, მერია და სამინისტრო, რა ვიცი, რამდენიმე წელია რაც ვიცი, მჭიდრო ურთიერთობაში არიან და თანამშრომლობენ და შედეგიც მართლაც ისეთი გვაქვს, რომ მართლაც თვალშისაცემია ეს შედეგი, მაგრამ მართლაც გამოწვევები ძალიან ბევრია. ეხლა რაც დაასახელეს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, ეს როგორც არის მოწყობილი ხალბატონო ნელიკომ ეს ახსნა და მაგაზე რამდენიც ვიცი, ორჯერ უკვე დაჯარიმებულია და მესამე მიწერილობაც გაკეთებულია და მესამე შემთხვევის განმეორების შემთხვევაში აბსოლუტურად სისხლის სამართლის დასრულებლობის საკითხი დადგება, რაც შეეხება სუნთან დაკავშირებით. ეხლა სუნს აქვს თავისი გამომწვევი წყარო. ჩვენ მიზანი ახლა სულს რო ვსდიოთ, ცოტა ისეთი ის არის რა, გამომწვევი წყარო. წეღან რაც მეტალურგიულ ხარხანაში შევიდნენ ნამდვილად, გეზეში დაფიქსირებული აქვს, ღია წესით წვიმის დაჭრის შესაძლებლობა აქვს. ხო და ეგ არის ზუსტად რა, ზუსტად მაგას ვამბობ მეც რომ წყაროს როცა მოხდება იდენტიფიცირება, ახლა სულის გაზომას ვერ ვახერხებ, მაგრამ იდენტიფიცირებას რომ მოვახდენთ ამის გამომწვევ მიზეზს, შეგვიძლია რომ ეს შევცვალოთ და ამაზე ვიმუშაოთ რა. და ამაზე თვითონ საწარმოებთან იქნება სერიოზული სამუშაო და ვავით ჩვენ სამინისტრო მზად არის ამაზე მოხდეს ინტენსიური და ესეთი მჭიდრო კომუნიკაცია მერიასთან ერთად. დიდი მადლობა ბატონ კახა. პირიქით, მადლობა. მადლობა. გარემოს ზემოქმედების შეფასების შესახებ საქართველოს კანონით არის განსაზღვრული. მეხუთე მუხში არის ესეთი ჩანაწერი, რომ თუ თავის დროზე, როდესაც ეს საქმიანობაზე შეკეთდებოდა სრულყოფილად არ შეფასდა მოკეთი გარემოს მდგომარეობა და ან იმის მერე რაღაც შეიცვალა შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია მიმართოს, ანუ ცვლილებების თავი სადაც არის, რა შემთხვევაშია პირობების ცვლილება. უბრალოდ ჩვენ მან ძალიან მარტივი რაღაცა შეგვიძლია ჩავწეროთ და ვთქვათ, რომ არა მისი თანხმობით იყოს ეს შესაძლებელი, არამედ ჩვენი ასე ვთქვათ, მოთხოვნითაც შესაძლებელი იყოს, რომ ეს ჩანაწერი არ იყოს. ამ შემთხვევაში მისი თანხმობა, კანონის ცვლილებაც მე არ გონია, რომ საჭირო იყოს. გავიაროთ ეგ თემები კარგად, იმიტომ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ არ ჭირდება კანონის ცვლილებები, ისე შეგვიძლია. ვთქვათ, გზა გამოვნახოთ ერთობლივად. კარგით, კითხვები თუ აღარ არის, შეგვიძლია გადავიდეთ მეორე საკითხზე. ქალტონინო ხო არ გნებავთ რამის თქმა? გადავიდეთ მაშინ შემდგომ საკითხზე, რომელიც ასევე ქალაქ რუსთავთან არის დაკავშირებული. მოხსენებელი გახავთ ქალტონი ნინო თხილავა. ქალტონინო, აქ მობრძანდებით თუ ადგილიდან გააკეთოთ პრეზენტაცია? ხო, კი ბატონო. კი ბატონო. საიდანაც გნებავთ, მაქედან გააკეთოთ.
მოგესალმებით. ჩართულია ხო უკვე. ესე იგი მე დავიწყეთ ძალიან მცირედი შესავალით და მინდა შევეხო იმ გეგმას, რომელიც ქალბატონმა ნინომაც ახსენა, ესე იგი კარგი პრაქტიკა იყო სწორედ სამინისტროსი, პარლამენტის კომიტეტის და მუნიციპალიტეტების, რომ ჩვენ გქონდა ორი სამოქმედო გეგმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ეს იყო 17-20 წლების თბილისის გეგმა და და აი სწორედ 20-22 წლების სამოქმედო გეგმა რუსთავის ჰაერის ხარისხის. ამის შემდგომ სწორედ ევროპული პრაქტიკის ჩვენს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით ჩვენ ატმოსფერული ჰაერის კანონში შემოვიტანეთ ცვლილება ევროპული დირექტივის მიხედვით. დირექტივის სახელი იყო ატმოსფერული ჰაერის მართვის ასე ვთქვათ ევროპაში უფრო სუფთა ჰაერის შესახებ 2008 წლის დირექტივა, რომლის მიხედვითაც დაწესებულია, რომ ქვეყნებმა დაყონ თავიანთი ქვეყანა ზონებად და აგლომერაციად და ამის მიხედვით გააკეთონ გაუმჯობესების გეგმები და სწორედ ეს მოხდა 2020 წელს. გამოიყო 5 ზონა და 1 აგლომერაცია თბილისის და აი სწორედ ამის შემდეგ სლაიდზე არის წარმოდგენილი, რომ ჩვენ შევიმუშავეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმა 23-25 წლის ცენტრალური ზონისთვის და დღეს მე ამ ცენტრალური ზონაზე გავაკეთებ მეტ აქცენტს და რა თქმა უნდა ქალაქ რუსთავზე უფრო მეტი ორიენტირებით. ამის გარდა ჩვენ გვაქვს თბილისის აგლომერაციისთვის ანალოგიური გეგმა, ეს 26 წლამდე გრძელდება და შავი ზღვის ზონისთვის, რომელიც 27 წლის ჩათვლით არის მომზადებული. შემდეგი თუ შეიძლება. ესე იგი, აქ ძალიან მოკლედ სქემატურად ვაქვს დაჩვენები ცენტრალური ზონა რა მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ჩამონათვალს ახლა აღარ წავიკითხავ, აქ მოჩანს ყველაფერი, რუკაზეც არის დაჩვენები და როგორც გითხარით, მთლიანად ამ გეგმას შევეხები, მაგრამ უფრო რუსთავზე აქცენტით, საკმაოდ ტექნიკური პრეზენტაცია და ამიტომ მე ცოტა შევამოკლებ და სქემატურად ვაჩვენებ ზოგიერთ სლაიდს. შემდეგი თუ შეიძლება. შემდეგ სლაიდზე დაჩვენებია ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ცენტრალურ ზონაში. ამაზე დეტალურად რა თქმა უნდა არ შევჩერდები, იმიტომ რომ იცით რომ ჩემი პრეზენტაციის შემდეგ ქალბატონ მარინა არაბიძეს აქვს ცალკე პრეზენტაცია მონიტორინგზე. შემდეგი სლაიდი. აი მივადექით იმ ადგილს, სადაც ჩვენ განსასრული გვაქვს 4 ამოცანა თუ როგორ შეიძლება მოხდეს ცენტრალურ ზონაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. პირველი ამოცანა არის მყარი ნაწილაკებით დამბიძურების შემცირება. იცით თქვენ აქ ჩვენ გულისხმობთ PM2.5 და PM10, რომელიც ითვლება სხვადასხვა ფრაქციებია ესენი, PM2.5 უფრო მავნია, PM10 საკმაოდ ასე ვთქვათ მაღალ დამაბიძურებლად ითვლება. მეორე ამოცანა უკვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დაბიძურების შემცირება. შემდეგ არის უკვე ცენტრალურ ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის და ჰაერის დაბინძურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების სისტემის გაუმჯობესება. ამ ამოცანაში რა თქმა უნდა ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თანამშრომლობთ და ბოლოს არის ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. წინასწარ ერთი მოკლე ინფორმაცია მინდა გითხრათ, თქვენ ეს იცით ისედაც, მაგრამ ეს ყველაფერი შემუშავებულია 629 დადგენილების შესაბამისად ამ გეგმას და ისევე როგორც ყველა დანარჩენ გეგმას მონიტორინგი უწევს. ეს რო გაშალოთ უფრო გაშლილად რო ჩანდეს. რო გაშალოთ პრეზენტაცია, იმიტომ რომ ძალიან წვრილად ჩანს. slideshow. გავაგრძელოთ ქალბატონინო და რუსთავზე რო გავაკეთოთ მეტი კონტროლი ჩვენ ამას დღეს ვერ მოვხდებით. და მინდა გითხრათ ის რომ დღევანდელი ვითარებით ჩვენ გვაქვს ახლა რახან განხორციელების შედეგებზე ვლაპარაკობ, ჩვენ გვაქვს
დაწყებული, ესე იგი 2003 წლიდან და იქამდე წინა გეგმის მონაცემებიდან და გვაქვს ამ წლის ივნისამდე, შემდეგი წლის ბოლომდე უკვე იქნება როგორც წესი 2026 წლის მარტამდე. ეხლა მინდა ოდნავ გაჩვენოთ გავლენის ინდიკატორი რა არის, რა უნდა მიიღწეს 25 წელს და სად ვართ ეხლა, ხედავთ რომ მიღწევის მნიშვნელოვანი არის ეს უმცირესი მყარი ნაწილაკების საშუალო წლიური კონცენტრაცია რამდენ ადგილას შეიძლება აჭარბებდეს და სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 0. შემდეგი გვაქვს მონიტორინგის პუნქტების რაოდენობა, სადაც უკვე აზოტის ორჟანგის რაოდენობის საშუალო წლიური კონცენტრაცია აჭარბებს ნორმას. ეს სამწუხაროდ 4 ლოკაცია იყო ასეთი და სამიზნე მაჩვენებელია რომ უნდა იყოს 3, ხოლო ცენტრალურ ზონაში დანარჩენი ნივთიერებები, მნიშვნელოვანი ნივთიერებები გადაჭარბებით არ იქნა არც ერთხელ დაფიქსირებული, ქალბატონი მარინა ამაში დამეთანხმება, ამიტომ მას სამიზნე მაჩვენებელი აღარ აქვს. შემდეგი თუ შეიძლება ხო, აქაც მოკლე შედეგები უცებ ჩანს სლაიდზე. აქ ვიდა ერთი საკითხს გაუსვა ხაზი, რომ თქვენ კარგად ხედავთ, რომ ხანგრძლივ პერიოდში როგორი შემცირება არის ატმოსფერულ ჰაერში მოხვედრილი დამაბინძურებლების ცალცალკე ფერითარი ნაწილები PM10 და PM2 და 5, აი 19-დან დღემდე ხედავთ როგორი კლებაა ნაჩვენები. ამიტომ მხოლოდ 2 წლიან და მხოლოდ 3 წლიან პერიოდში ზოგჯერ კარგად არ ჩანს ის ღონისძიებების შედეგად მიღწეული შედეგები, მაგრამ აი 19 წლიდან 24-მდე ძალიან თვალსაჩინოდ არის გამოტანილი და ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის წარმოვადგინე. შემდეგი თუ შეიძლება. თიკითხო ქალბატონ, ეს ანუ ერთი და იგივე ლოკაციაზე არ ხდებოდა მე მგონი გაზომვები, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ლოკაციებზე წერია გაზომები აქეთ ფერადზე. ეს ქალბატონ მარინა მეც გვეტყვის ალბათ ამის შესახებ. ბატონო, ეს არის ინდიკატორული გაზომვები, აქ სტაციონარული. ხო, არა, ინდიკატორულშიც კლება არის და მაგიტო. გაუმჯობესება უფრო სწორად. კი, და ერთი მაგრამ ლოკაციები ერთი და იგივე არ არის. ერთი და იგივე არის ლოკაციები სტაციონარულის, რა თქმა უნდა და ინდიკატორებიც ერთი და იგივე ლოკაციაზე არის წარმოებული. მისამართები? მისამართებზე ყოველწლიურად. ერთი და იგივე მისამართები. შემდეგი თუ შეიძლება. ეხლა არა მინდა ამოცანებზე გითხრათ 2 სიტყვით გაჩვენოთ აი რა იყო ამოცანის ერთ-ერთი ვთქვათ ერთი მიზანი ცენტრალურ ზონაში რომ ჰაერის მყარი ნაწილაკების დაბინძურების შემცირება ყოფილიყო. ეხლა ნახეთ საბაზისო წელს იყო 18,000 ტონა დაახლოებით, ხო? სამიზნე მაჩვენებელი გვაქვს 6,000 ტონა. ანუ რამხელა შემცირებაზე არის ამბიცია. დღეს ეს არის 9,000 ტონა, მაგრამ როგორც გითხარით, ეს ივნისის მდგომარეობით არის ჯერ წელს შეფასებული და წლის ბოლომდე მეტი კლება იქნება ნამდვილად. ეს უბრალოდ ახლა მე თითოეულ ნივთიერების თითოეულ იმას არ დავიწყებ, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის გაჩვენებთ. რა თქმა უნდა, უფრო მეტი არის კიდევ და დავეთანხმები ყველა კოლეგას, რომ მეტი ღონისძიების ჩადება შეიძლება, რა თქმა უნდა და უზრუნველყოფა, მაგრამ აი მაგალითისთვის გაჩვენებთ ამას. შემდეგი თუ შეიძლება აქ გვაქვს გეგმის აქტივობების განხორციელების დონე. ესე იგი 27 აქტივობა იყო დაგეგმილი და აქ ნაჩვენებია პროცენტულად რომელი რამდენი პროცენტით არის შესრულებული. არის მაგალითად 1-2 ღონისძიება, რომელიც სრულიად ვერ ხერხდება, შემდეგ სლაიდებზე გაჩვენებთ ზოგიერთი რატომ არ მოხერხდა. აი ძალიან კარგ თვალსაჩინოებას წარმოადგენს მარცხნივ ქვემოთ ნაჩვენები ცხრილი, არა ასე ვთქვათ ცირკული, რომელიც აჩვენებს რამდენი პროცენტით არის რა ტიპის საქმიანობების შესრულებული. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. ეხლა აქ გვაქვს უკვე პასუხისმგებელი უწყებების ჭრილში. ეს იმიტომ არ არის ახლა ნაჩვენები, რომ ვინმე ნაკლებად მუშაობს, უბრალოდ ზოგი დამოკიდებული იყო დონორულ დახმარებაზე, ზოგი სხვა ფაქტორებზე. ამიტომ აქ ამ ჭრილში გვაქვს ნაჩვენები, რომელი ღონისძიება უფრო რა ტიპის ღონისძიებები უფრო რა პროცენტით ხორციელდებოდა. ეხლა სამრეწველო სექტორიდან
მყარი ნაწილაკების გაფრქვევის შესახებ. ძალიან მოკლედ მინდა აქაც გაჩვენოთ, აი მაგალითად 50% აქ მინიჭებული იმ შესრულებას, როდესაც თქვათ ნორმატიული აქტი არის გახილვის ეტაპზე და ჯერჯერობით არ არის ამუშავებული. თქვათ 100% იგულისხმება, როცა დაგეგმილი იყო ამდენი ინსპექტირება და რომელიც შესრულდა, მაგალითად აი ამ ტვერადი მასალის შეფუთვის გარეშე განსავსებისთვის ჩატარებული ინსპექციების რაოდენობა. ეს არის მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობა, ეს არ არის გზდ-ის საქმიანობა, ამ კონკრეტულ გრაფაში ნაჩვენები. ამის გარდა ქალაქ რუსთავში ნაჩვენებია რამდენი ინსპექტირება ჩატარდა, ჯერჯერობით 91%-ია. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს, როდესაც დავიანგარიშებთ, ეს 100%-ზე იქნება უკვე ნაჩვენები. ღია გრუნტიდან მყარი ნაწილაკების გაფრქვევის შესახებ მაგ შემდეგი აქაც ახლა რო არ ჩამოვთვალო ეს ღონისძიებები, მარცხენა მხარეს არის ნაჩვენები პროცენტის შემდეგ რა იყო დაგეგმილი და მარჯვენა მხარეს არის უკვე დაწერილია პირდაპირ როგორ ყველაზე დაბალი პროცენტი ამ წუთას აქვს ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა ეს იაღლუჯის მთაზე დარგვის ღონისძიებები როგორი მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით დაბალ პროცენტია ეს ყველაფერი. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება, ეხა ჩვენ ერთად გვაქვს შემუშავებული შემდეგი ნაბიჯები, მე მგონი ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა რო ვთქვათ, რომ კონკრეტული და სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებები ინერტული მასალების ამოღების და მსხრევის საქმიანობიდან ჰაერის დამიძურების შესახებ ეს გვაქვს დაგეგმილი, რომ უფრო ინტენსიურად ყურადღება მიექცეს, გაგრძელდეს სამრეწველო ობიექტების ინსპექტირება, გაგრძელდეს ამტვერებადი სამშენებლო მასალების შენახვა დისტრიბუციის პროცესის ინსპექტირება და გაგრძელდებს მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები სამრეწველო ზონის მიმდებარედ ქუჩების სველი წესით დასუფთავება, ეგ იცით რა ხელა მნიშვნელობის არის და იაღლუჯის მთისგამწვანების სამუშაოები. მე როგორც ვხედავ, ცოტა დროში შეზღუდული ვარ და თითოეულ ამოცანაზე არ გავჩერდები და მაშინ გეტყვით როგორ ჯობს რომელ სლაიდზე, მონიტორინგის სისტემაზე ქალბატონი მარინე ილაპარაკებს, ამიტომ მე გადავალ პირდაპირ საზოგადოების გარემოსდაცვით ცნობიერების ამაღლებაზე. აქაც გარკვეული ღონისძიებები იყო, როგორც დაგეგმილი, ასე შესრულებული და როგორც ხედავთ, ზოგიერთი 100%-ზე ვართ, მართლაც ესე იგი შემდეგი წლის დასაწყისში, როდესაც შეჯამდება მთლიანი ეს 3 წლიანი გეგმა, უფრო ზუსტად განისაზღვრება და ამის შემდეგ უფრო კარგად შეფასების მერე დავგეგმავთ ღონისძიებებს. ეხლა მთავარი სლაიდი მინდა გაჩვენოთ, ბიუჯეტის შესრულება, ეს არის 24 სლაიდი, დიახ. აქაც ხედავთ, რომ მთლიანად იყო 88 მილიონი ლარი ჩვენი ბიუჯეტი, ნაჩვენებია 23 წელში და 24 წელში რა დაიხარჯა, ეხლა ვართ 25 წელს და ჯერჯერობით 82 დაახლოებით მილიონი ლარია დახარჯული, მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის 70 მილიონი უკაცრავად, როგორც გითხარით, ეს არის ივნისის მდგომარეობით და მთელი შემდეგი 6 თვე იქნება კიდევ დასათვლელი და მინდა გაჩვენოთ ეხლა ქალაქ რუსთავთან დაკავშირებით ამ გეგმაში არ შესული და სხვა გეგმაში შესული თბილისის აგლომერაციის გეგმაში შესული აქტივობაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება რუსთავის ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის. ეს არის გამორჩეულად რუსთავ-თბილისს შორის ავტობუსების გადაადგილების მარშრუტების დივერსიფიცირება და ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღების შესაძლებლობის კვლევა და ამის გარდა რუსთავ-თბილისის ავტობუსების ხაზს დაემატა 4 ახალი მარშრუტი 65 ავტობუსით და 25 წელს დაემატება წლის ბოლომდე, ასე იქნება. უკვე დაემატა კი, მაგრამ დაითვლება წლის ბოლოს ამის შედეგი 3 მარშრუტი 45 ავტობუსით. და ბოლოს გამოწვევებზე და გეგმებზე შეგვიძლია გავჩერდეთ, აქ შეგვიძლია შეკითხვების დავსვა და უბრალოდ მე ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფდი აქ, რომ ჩვენ ავღნიშნეთ
მსხვილი საწარმო ობიექტების მიერ ჰაერდაცვითი მოთხოვნების თლად არასადანადო საბოლოოდ არც თუ 100% შესრულება. აქ იგულისხმება სწორედ ის საწარმოები, რომელთაც დაევალა თვითმონიტორინგი და შეზღუდვა მტვერდამჭერი, ასე ვთქვათ, ხელსაწყოების დაყენება თავიანთ საწარმოებში და გარდა იმისა, რომ ყველა ვერ ასრულებს ამ დავალებას, რომელიც ასრულებს, მათაც არ აქვთ, ასე ვთქვათ, საუკეთესოდ ხელმისაწვდომი ტექნიკა, ამის გაუმჯობესებაც არის მოაზრებული. ასევე თვითმართველი ქალაქების სველი წესით დალაგება, ჯერ კიდევ გამოწვევებში გვაქვს ნაჩვენები, მაგრამ გეგმებშიც არის ასევე ასახული. მუნიციპალური საზედამხედველო ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდამხვევათა კოდექსის აქ მუხლები მაქვს მითითებული მათი ზუსტად შესრულება და სხვა სასანქციო მექანიზმების გამოყენება და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე დამატებით უფრო ამბიციური აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მაგალითად როგორც არის საწვავის ხარისხი და ასე შემდეგ და ხანგრძლივობის გაზრდა 5 წლამდე საკანონმდებლო დონეზე ეს ინიციატივის სახით შეიძლება გქონდეს უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ 5 წლიან ჭრილში უფრო კარგად ჩანს პროგრესიც და გამოწვევებიც. დიდი მადლობა თუ ძალიან გამიგრძელდა უკაცრავად და მზად ვართ შეკითხვებზე გიპასუხოთ. ძალიან დიდი მადლობა ქალტონინო, კითხვები ხომ არა გვაქვს? ქალტონინო ლაცაბიძეს ხო? რამდენიმე საკითხს დავამატებ. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასევე იმ ნაბიჯებთან ერთად რაც უნდა გადავდგათ, არის ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ რამდენიმე თვის უკან ერთ-ერთმა უცხოურმა ალბათ არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა და მთელი ქალაქი ამ ინფორმაციით იყო მოცული. ჩვენ რომ გქონდეს უფრო ძლიერი საინფორმაციო კამპანია, რომელშიც რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტიც მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ, მოსახლეობას სიმწირე ინფორმაციის არ ექნებოდა და რეალურად დღეს გულწრფელად რო გითხრათ, ამ ინფორმაციაზე დღეს აი იმ პოზიტიურ დინამიკაზე, რაც ჩვენ სამინისტროს მხრიდან მოვისმინეთ, მოსახლეობას ფართოდ არ აქვს წვდომა და ალბათ დასაგეგმია უფრო ეფექტიანი და გამიზნული კამპანია თუ რა შეიცვალა, რა გაუმჯობესდა 2020 წლის ცვლილებების შემდეგ. ეს ერთი და მეორე ასევე სამინისტროსთან ალბათ უნდა გავაგრძელოთ. ხა აქ არის გამოწვევებში რჩება გზების საწარმოო ზონაში გზების მორეცხვა და სველი წესით დასუფთავება და ასე შემდეგ, იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრ სხვა სიღრმისეულ პრობლემას ვაწყდებით. მაგალითად, საწარმოებიდან გამოდის მძიმე ტექნიკა, ისე რომ არის გადატვირთული და მუნიციპალიტეტს რამდენჯერმე გვიწევს გზის საფარის მოწესრიგება. აქ თუ რაიმე ტიპის რეგულაცია არ შემოვა და არ აიწონება ან არ გაიზომება მათი ტონა, რამდენი ტონაც არის დაშვებული, ჩვენ ერთი და იგივე წრეზე ვივლით და როდესაც რაღაც საკითხს ვაყენებთ, უფრო სიღრმისეული პრობლემაა რეალურად და ამ ნაწილზე გვინდა რომ უფრო მეტი თანამშრომლობა გქონდეს სამინისტროსთან. დღეს ფიზიკურად ვერ ვახერხებთ აღსრულებას იმას, რომ გადატვირთულმა მანქანებმა არ დააზიანოს გზის საფარი. რეალურად ბევრი გამოწვევა კიდევ უფრო სიღრმისეულად არის შესასწავლი. მადლობა. მადლობა ქალტონინო, ხომ არ არის კითხვები ან გამოსულსურველები ხო არა ვართ? არ არის კითხვები, მაშინ გადავიდეთ დღის წესრიგით განსაზღვრულ შემდეგ საკითხზე, რომელსაც ქალტონი მარინა არაბიძე წარმოადგენს, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ამასთან სანამ ქალტონი მარინა დაიწყებს, ჩვენ დღევანდელი კომიტეტის სხდომის შედეგად მოვამზადებთ ოკს, სადაც აისახება ყველა ეს ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ სჯელეთ და გამოგგზავნებათ ყველა დაინტერესებულ პირებს და შემდგომი რეაგირებისთვის ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია კომიტეტის სხდომის მიღმაც გავაგრძელოთ საქმიანობა.
ძალიან კარგია, რომ დღეს მინისტრის ორი მოადგილე გვესწრება, რისთვისაც მათაც მინდა მადლობა ვუთხრა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო უფრო აქტიურად იყოს ჩართული, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომ ხლა ქალბატონი მარინამ მოხსენებას აკეთებს, ქალბატონი რომ გააკეთა, მაგრამ თავარი მაინც მივდივართ საბოლოო ჯამში იქ სადაც გარემოსდაცვითნებართვებზე, იქ სადაც არალეგალური საქმიანობამდე და მესამე მივდივართ ჰაერის დაცვის ნორმებთან, რომელიც ასევე რაღაც ნაწილში ავტორიზაციის სისტემის ქვეშ არის მოქცეული, ასე რომ ყველაზე ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ადრესატი ჩვენთვის ბატონ კახა ამ ჯერზე თქვენ ბრძანდებით და ქალბატონ ნელი. შესაბამისად, თქვენგან წამოსული წინადადებები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, თუ რამე სადმე კანონმდებლობის დონეზე არის შესაძლებელი, ჩვენ ბუნებრივია მზად ვიქნებით, რომ შევცვალოთ, თუმცა მაინც ჩემი პროფესია იურისტობა მადლობს ხოლმე იმის თქმის საშუალებას, რომ მაინც ჩანაწერებს შორისაც შეიძლება რაღაცები მოვძებნოთ, რომ ისიერად უფრო მოქნულად ვიმოქმედოთ ხოლმე, რაზეც ასევე მზად ვარ კომიტეტი, რომ ჩავერთოთ. ქალბატონ მარინა, გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ გარემოს ეროვნული სააგენტოს პრეზენტაციას. ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგადად სისტემის და შედეგების და ასევე სამომავლო გეგმების შესახებ ცხადია. ზოგადად როგორც მოგეხსენებათ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქცია და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ითქმევა. დღეს ჩვენ საქართველოს მასშტაბით გვაქვს მონიტორინგი ავტომატური სადგურების საშუალებით 8 ქალაქში, ყველა ზონასა და აგლომერაციაში, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი ეროვნული კანონმდებლობით და ასევე ვაწარმოებთ ინდიკატორულ გაზომვებს და კიდევ უფრო ვაფართოებთ ქსელს ამ გეგმებზე, ცხადია ჩვენ ვისწაუბრებთ. პირველ რიგში ახლა მე რა თქმა უნდა რუსთავზე გავაკეთებ მთლიანად ჩემს ფოკუსირებას. უნდა ითქვას, რომ ზოგადად 2016-17 წლებიდან ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგის სისტემის თვისობრივი განახლება. ანუ მთლიანად გადავედით უმეტესად ავტომატურ სადგურებზე და 2019 წლიდან უკვე რუსთავშიც ავამოქმედეთ პირველი ავტომატური სადგური, ეს არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადგური. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქ რუსთავში დღეს ატმოსფერული ჰაერი იზომება იმ სტანდარტით, როგორც ეს არის ნებისმიერ ევროპულ მოწინავე ქვეყანაში. უბრალოდ აქ რუკაზე გამოვიტანეთ, ქალაქი თავისი ლოკაციით ცოტა განსხვავებულია ძველი და ახალი რუსთავის, ასე ვთქვათ, ჭრილში და თქვენ ხედავთ, როგორ არის განაწილებული, ყვითლით არის მონიშნული ავტომატური სადგურები და მწვანეთი ინდიკატორული გაზომვები, ამაზეც მე ცალკე ვისაუბრებ უკვე, რომ უფრო გასაგები გახდეს, ანუ რა სისტემა გვაქვს, რითით ჩვენ ამ შედეგებს გავწვით, ასე ვთქვათ, რის საფუძველზეც დღეს ჩვენ ვჯელობთ. ეს არის, როგორც მოგახსენებთ, ავტომატური სადგურები 24 სანოთის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ისინი ზომავენ ატმოსფერულ ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლებს, რაც არის განსაზღვრული ჩვენი ეროვნული კანონმდებლობით, რომელიც ასევე მთლიანად მოყვანილია შესაბამისობაში ევროპული დირექტივის მოთხოვნებთან, რომელიც ქალბატონმა ნინომ ახსენა სუფთა ჰაერი ევროპისათვის, და უკვე ჩვენ ეროვნულ კანონმდებლობაშიც არის, ეს არის მყარი ნაწილაკები, როგორც ითქვა, აზოტის ოქსიდები, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის მონოქსიდი და ოზონი და როგორც გითხარით, ერთი სადგური პირველად განვათავსეთ 2019 წელს ბათუმის ქუჩაზე და მეორე სადგური 23 წლის ბოლოს ამოქმედდა უკვე ახალ რუსთავში მე-20 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. აქვე ძალიან მოკლედ მინდა აღვნიშნო, ძალიან ხშირად ჩდება ხოლმე კითხვები, რომ რატომ არის განთავსებული ამ და ამ ლოკაციაზე კონკრეტულად. თქვენ ხედავთ, ეს არის ფონური ტიპის სადგური წერია, ამასაც კანონმდებლობა გაგვისაზღვრავს ჩვენ. გვაქვს ფონური სადგურები, გვაქვს ქუჩის, ანუ რომელიც უფრო ავტომობილების მოძრაობის ზემოქმედებას ასახავს, არის სამრეწველო სადგურები, მაგრამ ფონური არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფონური სადგურზე არ არის ერთი კონკრეტული დამაბინძურებლის ზემოქმედების, ასე ვთქვათ, მონაცემი. ანუ თუ დავაყენებთ იმ ერთ კონკრეტულ, ვთქვათ, წყაროსთან, გვეცდინება მარტო იმ წყაროდან რა გვაქვს და არა ის ზოგადად ფონურად რა ჰაერის ხარისხის ჰაერი გვაქვს ქალაქ რუსთავში. შესაბამისად, ეს ორივე სადგური ძველ და ახალ რუსთავში არის ფონური და მონაცემებს ვიღებთ ამ სადგურებიდან. თუმცა ნამდვილად ახლა ეს მე ვთქვი, რომ 8 ქალაქში მიდის ავტომატური სადგურებით მონიტორინგი და რა თქმა უნდა გაცილებით მეტი ინფორმაცია ესაჭიროება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ იცოდეთ როგორი მდგომარეობა, მაგრამ ავტომატური სადგურები ძალიან ძვირადღირებულია და ამიტომ
ამიტომ ჩვენ ასევე ვიყენებთ ინდიკატორულ გაზომვებს, რომელიც ასევე დადგენილი მეთოდოლოგია და ჩვენ დირექტივა და გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვიყენოთ ეს მეთოდი. აქ რა ხდება? ხდება ინდიკატორული მილაკები მცირე, აი თუ ხედავთ, განთავსება ხდება ხოლმე 32 ქალაქში და მათ შორის ქალაქ რუსთავში 6 ლოკაციაზე, როგორც მოგახსენეთ და ეს მილაკები განთავსებულია სხვადასხვა წლის სხვადასხვა დროს, იმიტომ რომ ჰაერის ხარისხი ძალიან დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე, სინოპტიკურ სიტუაციაზე და უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა სეზონებზე როგორ მოქმედებს ჰაერზე ესე ვთქვათ მეტეოროლოგიური პარამეტრები შესაბამისად შერჩეულია მარტი, ივნისი, სექტემბერი და ნოემბერი და აი ამ პერიოდში ხდება ხოლმე ამ მილაკების განთავსება და ისაზღვრება ამ შემთხვევაში ბენზოლი, აზოტის დიოქსიდის და ოზონის კონცენტრაციები. უშუალოდ შედეგებზე რომ ვისაუბროთ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს სლაიდი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ ქალბატონ ნინოს პრეზენტაციაში და როგორც გითხარით, სადგური 2019-დან გაიხსნა, აქ ჩვენ ვჯელობთ საშუალო წლიურ მონაცემებზე, იმიტომ რომ მაგალითად PM2.5-თვის მხოლოდ საშუალო წლიური ნორმატივი გვაქვს და 2019 წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვქონდა პირველი მონაცემები და თქვენ ხედავთ როგორ მნიშვნელოვნად აღემატება 63, როცა ნორმა გვაქვს 40 მიკროგრამი მეტრ კუბში და 32 PM2.5-ის კონცენტრაცია. თქვენ ხედავთ რომ პირველი 19, 20, 21 თითქმის უცვლელად არის ეს მონაცემები, მაგრამ აი 22-დან როდესაც უკვე შემოდის ასე ვთქვათ თვითმონიტორინგის ვალდებულება, სადგურები ნათლად აფიქსირებს, რომ შეიძლება ითქვას ძალიან მნიშვნელოვანი არ არის თქვა 63-დან 55-მდე, მაგრამ უკვე აშკარად ხედავთ მოდის კლების ტენდენცია, თუმცა როგორც ითქვა, ეს არის აუცილებლად გრძელვადიან ჭრილში დაკვირვება, ასევე არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ მყარდნაწილაკებთან მიმართებაში პერიოდულად საქართველოში სამწუხაროდ ვექცევით ხოლმე ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ქვეშ. რა იგულისხმება, აქ ხდება ხოლმე ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თუ ვრცელდება სამხრეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტრის მასები, ხდება ატანა ხოლმე ძალიან მაღლა ატმოსფეროში და გადმოტანა ჩვენს ტერიტორიაზე. ამიტომ მყარდნაწილაკებზე როცა ვჯელოთ, მე არ შეიძლება რომ არ ვახსენო ეს ფაქტორიც, რომ აქ არის როგორც ადგილობრივი დაბინძურება, ასევე გარკვეულწილად არის გარკვეული დღეები, როდესაც ჩვენ ვექცევით ტრანსსასაზღვრო დაბინძურების ქვეშ და ამიტომ ჩვენ დღიურადაც ხდება 365 დღიდან მაგალითად 24 წელს შემიძლია ვთქვა, რომ 101 დღე ვქონდა გადაჭარბებული, როცა იყო PM10-ის ნორმაზე და აქედან 67 დღე სწორედ ეს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება იყო. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ხოლმე შესაბამის განცხადებას, მასმედიაც ასე ვთქვათ ავრცელებს ხოლმე და მხოლოდ რეკომენდაციები შეიძლება გამოვიყენოთ მოსახლეობამ, რომ როგორ მოვიქცეთ იმის მიხედვით რა დონის დაბინძურება გვაქვს ამ შემთხვევაში. თუმცა ცხადია, ახლა ჩვენ რუსთავზე თუ მივჯერებთ, რუსთავში მაგალითად ეს უფრო მეტად იგრძნობა ვიდრე სხვა ქალაქებში, იმიტომ რომ აქ აშკარად აი ეს პირველი წლები, რასაც ვამბობ განსაკუთრებით, როცა მონიტორინგი დავიწყეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფონურ სადგურზე რუსთავში ცხადია ეს სამრეწველო ზემოქმედებაა, იმიტომ რომ ფონურზე რეალურად არ მოველით ამ ყველა დაბინძურებას, მაგრამ როგორც ხედავთ, გქონდა მნიშვნელოვანი გადაჭარბებები და ხედავთ საბედნიეროდ ასევე რომ არის კლების ტენდენცია. რაც შეეხება ინდიკატორულ გაზომვებს, იქ უფრო მეტად ჩვენ ავტოტრანსპორტის ზემოქმედებას ვხედავთ გამონაბოლქვის და რუსთავში ხა ცალკე სლაიდი აღარ გამომიტანია, ქალბატონ ნინოს პრეზენტაციაშია თუ გაინტერესებთ და ეს არის უკვე კლდიაშვილის ქუჩაზე და კოსტავას ქუჩაზე, სადაც აზოტის დიოქსიდის ნორმაზე გადაჭარბება გვიფიქსირდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ გარემოს ეროვნულ სააგენტომ დაიწყო 21 წლიდან ეტაპობრივად უკვე სხვადასხვა ლოკაციებზე მძიმე მეტალების და ბენზოპირენის მონიტორინგი, ესეც მოითხოვება რა თქმა უნდა ჩვენი კანონმდებლობით, ეს არის კადმიუმი, ნიკელი, ტყვია და რიშხანი, მოგეხსენებათ, ყველა საკმაოდ ტოქსიკური ნივთიერებაა და ბენზოპირენი და აი აქ ხელსაწყოს საშუალებით, რომელიც სადგურზეა, ფილტრებზე ხდება სინჯების აღება 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ამ ფილტრების გადატანა ხდება უკვე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც კონკრეტულად ამ ანალიზებს აკრედიტებულია და საბედნიეროდ შემიძლია ვთქვა, რომ რაც მოკლედ ტარდება ეს მონიტორინგი, ჩვენ გადაჭარბება აი ამ კუთხით არ დაფიქსირებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი და ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემი არის ღია, ხელმისაწვდომი და ყველასთვის
გამჭვირვალე, როგორი მდგომარეობა გვაქვს ჰაერის ხარისხის კუთხით, ანუ ამ ER Gov.gz-ზე თუ შევალთ, ჩვენ ეხლაც რო შევიდეთ, ნახავთ მიმდინარე მონაცემს, აქ ესე იგი მე ხდება როგორც ინდიკატორულების განთავსება, ასევე ხდება სადგურების მონაცემების ყოველ ერთ საათში განახლება და ასევე შეგვიძლია აქ ნახოთ ლეგენდა, ანუ ეს ფერი რას გვეუბნება, როგორი ხარისხი გვაქვს და ასევე აქვე მივიღოთ ჯანდაცვითი რეკომენდაციები, შეგვიძლია ეს მონაცემები ასევე ჩამოვიტვირთოთ და რა ვიცი ჩვენ ძალიან ზრუნავთ რომ ეს პორტალი უფრო პოპულარული გახდეს და მართლაც მოსახლეობისთვის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა როგორც ასეთი რომელიც აწვდის ინფორმაციას მასთან ახლოს ლოკაციაზე ჰაერის ხარისხის შესახებ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ხადია რომ გაგრძელდება ეს მონიტორინგი ამ ავტომატური სადგურების საშუალებით. რა თქმა უნდა გაგრძელდება ინდიკატორული გაზომვები, მაგრამ 26 წელს ჩვენ გვექნება ასევე მნიშვნელოვანი სიახლე ვთვლი, რომ იმიტომ რომ საქართველოში პირველად ამოქმედდება სამრეწველო ტიპის სადგური. ეს თაზაკენდია შერჩეული თქვენ ხედავთ, ანუ ეს სადგური სამრეწველო ტიპი ირჩევა, ასე ვთქვათ, გაბატონებული ქარების მიმართულებით. იმ შემთხვევაში თუ ფონურ სადგურზე ჩვენ პირიქით ვეძებთ ისეთ ადგილს, სადაც დავინახავთ სხვადასხვა წყაროზე მოქმედებას უკვე ერთად შერეულს სამრეწველო ტიპის შემთხვევაში სწორედ იქ დგება სადგური, საითაც მიდის ყველა ამ სამრეწველო დაბინძურება. ანუ სწორედ იქ დადგება სადგური, სადაც ჩვენ დავინახავთ რუსთავის ქალაქისთვის, ასე ვთქვათ, იქიდან რა გადადის. აი ეს იქნება მნიშვნელოვანი სამწუხაროდ აქამდე ჩვენ ესეთი სადგური არ გქონდა და კიდევ უფრო მეტად დავინახავთ აი ეს თვით მონიტორინგი გრძელვადიანად რა ზეგავლენას გვაძლევს ფონურ სადგურზე მაინც როგორც გითხარით იქ ტრანსპორტის ზემოქმედებაცა და ასე შემდეგ და აი ამ თაზაკენში ჩვენ გვექნება სწორედ რუსთავის სამრეწველო უბნიდან და ლოკაციებიდან წაღებული დაბინძურების ასე ვთქვათ დაფიქსირების საშუალება ჯამურად რა თქმა უნდა ჩვენ არ ვახდენთ იდენტიფიცირებას კონკრეტული ასე ვთქვათ გაფრქვევების მიერ მოხდა ჩვენ უყურებთ ზოგადად რა მდგომარეობა გვაქვს ატმოსფერულ ჰაერში და შემდეგ ასე ვთქვათ კონკრეტულ საწარმოების ხატიაზე და მხედველობის დეპარტამენტი რეაგირებს. ზოგადად შემიძლია ვთქვათ, საინტერესო იქნება ასე რომ დავასრულოთ მარტო რუსთავზე არ იყოს მომავალ წელს ასევე გვექნება ჩვენ საქართველოს მასშტაბით კიდევ სულ ჯამში 10 ახალ სადგურს ველოდებით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის ინფორმაციის მოცულობას, რაც ჩვენ გვექნება საქართველოში არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ მარინა, კითხვები ქალბატონო საკდა მეც ვიკითხავ ერთ საკითხს დაზუსტება მინდა ხა ლექსომაც თქვა და ნინომაც თქვა ამ პოპულარიზაციაზე თვითონ ვებგვერდის, იმიტომ რომ ვიცით რომ იყო რამოდენიმე შემთხვევა, მეც მქონდა სამინისტროზე თან ამასთან დაკავშირებით ნინოსთან მქონდა ადრე თანდლოვშთან კომუნიკაცია, არის პარალელური სამყარო ამ ჰაერის შედეგების გაზომვის, რომელიც უფრო პოპულარულია, იმიტომ რომ უფრო დრამატული ინფორმაცია შეიცავს და სოციალური ქსელით ვრცელდება. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მქონდა ადრე საუბარი, იყო მათ შორის დაფინანსებაც იყო ჩეხეთის მთავრობიდან, რა თქმა უნდა ჩეხეთის მთავრობა ამაზე არ იღებდა პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ის კერძო პირი ვინც ზომავდა ის ავრცელებდა ამ ინფორმაციას. მერე თქვენთანაც გადავამოწმეთ და აბსოლუტურად მცდარი გაზომვები იყო. შესაბამისად ამ ჭრილშიც ბატონ ზურა, ბატონ კახა, მინდა გთხოვოთ, რომ ამასაც რომ იქნებ რაღაცნაირად უფრო პროაქტიულად ვეცადოთ მერიად ჩაერთვება ალბათ რომ ეს ნაწილი გადავიდა. აი თითქოს ამოჩემებულია მე იმას არ ვამბობ რუსთავში კარგი ჰაერია, ნამდვილად შორს ვარ მაგ ასე ვთქვათ ამის მტკიცებისგან, მაგრამ ფაქტია რომ გაზომვების მეთოდოლოგია იყო რადიკალურად განსხვავებული და იძლეოდა რეალურად მცდარ ინფორმაციას, როგორც ერთი პერიოდი იყო ჰაერში ტყვიასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია ძალიან პოპულარულად ასე ვთქვათ ატაცებული და საზოგადოება შეცდომაში შეყვანილი. ეს მინდოდა მოკლედ რაც იყო მეთქვა და ქალბატონ ნინოს ვთხოვდა მე ბოლოსში დავამატებ. მადლობა, ერთს დავამატებ გეგმებთან დაკავშირებით რუსთავის გუნდი გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას კომიტეტზე რომ ყველა პრობლემური საკითხი დავაყენოთ. ალბათ უნდა დავამატოთ ცხვრის გადასარეკი ტრასები, იმიტომ რომ ამ ტვერების ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ იმ ტრასებზე, რომელსაც ქალაქი მიუახლოვდით უკვე. წლები არ არის გადახედილი ეს საკითხი და ალბათ შესაძლოა
შესაძლებელი იქნება რუკები და ამ კუთხით სამუშაოა და გთხოვდით რომ სამომავლო გეგმებზე ასევე განიხილოთ ამ რუკების დაკორექტირება თითქმის დასახლებულ ტერიტორიაზე უწევს უკვე გავლა, იმიტომ რომ ქალაქი ურბანულად გაიზარდა. მადლობა. მადლობა ქალტონინა, დიდი მადლობა ქალტონ მარინა. ახლა ქალტონ ნელის ვთხოვ, რომ წარმოადგინოს ჩვენი სხდომის ბოლო პრეზენტაცია, რომელიც ბუნებრივია ასევე ფოკუსირებული იქნება მეტწილად რუსთავზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ რუსთავში გვაქვს ინსპექტირების კუთხით და ასევე იმ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურად მინდა რომ შეფასდეს, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან გააქტიურებულია სამინისტრო რუსთავთან მიმართებით, მათ შორის როგორც ისე იმ დიდ ქალაქებთან მიმართებით, სადაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა ჰაერის დაბინძურება. გთხოვთ ქალტონი. მადლობა. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვახსენოთ, სწორედ ქალტონინომაც ახსენა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საფუძვლად დაედო აი ძალიან მასშტაბურ რეფორმას, რომელიც უკავშირდებოდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და მათ შორის უკავშირდებოდა ამ კომპანიების მხრიდან გარკვეული ინვესტიციების ჩადებას გარემოს დაცვის სფეროში, გარკვეული დანადგარების ფუნქციონირების პროცესში თუ ასე შემდეგ, მთელი ამ დანადგარების აღჭურვილობის ცვლილებას და ჩვენ 22 წლიდან ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როდესაც შევიდა ატმოსფერული ჰაერის კანონში ცვლილებები, შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდაღოთა კოდექსში, ძალიან აქტიურად დაიწყო ზედამხედველობის დეპარტამენტმა ამ კანონმდებლობის აღსრულება. უბრალოდ დავაიდენტიფიცირეთ, რომ კომპანიებს მათ შორის მთელ რიგ შემთხვევაში რაც ეწერათ თავიანთ გარემოს დაცვის დოკუმენტაციაში, სრულიად აცდენილი იყვნენ, ანუ სრულიად განსხვავებულ სამყაროში ოპერირებდა ეს კომპანიები, მათ არ იცოდნენ, ცოდნაც კი არ გააჩნდათ იმისი საკმარისი რა ეწერათ მათ შორის ამ ასე ვთქვათ ავტორიზაციის აქტებში, აღჭურვილ აქტებში და ისინი ოპერირებდნენ როგორც ოპერირებდნენ. ამიტომ ზედამხედველობის დეპარტამენტმა ძალიან ინტენსიურად თითქმის ყველა მსხვილ დამაბინძურებელ საწარმოში, რომლებიც კი ზეგავლენას ახდენდნენ ატმოსფერულ ჰაერის დაბინძურებაზე, მოახდინა საკმაოდ ინტენსიური კომპლექსური ინსპექტირებები, დავაიდენტიფიცირეთ რა პრობლემები იყო კონკრეტულ საწარმოებთან. ეს არის ცხადია მეტალურგიული საწარმო, ქიმიური საწარმოები, სხვა ტიპის გადამამუშავებელი საწარმოები და ამ კომპანიებმა მათ შორის გარდა იმისა, რომ მათ დაიწყეს ამ თვითმონიტორინგის ხელსაწყოებზე ზრუნვა, რომ შეეძინათ და დაემონტაჟებიათ და წყაროზე მოხდარიყო კონტროლი უშუალოდ მილიდან, მათ დაიწყეს ასევე გარემოს დაცვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას და გადაიარაღების პროცესიც. ამიტომ ამ პროცესში ძალიან ბევრი საწარმო მონაწილეობდა, განსაკუთრებით მსხვილი დამაბინძურებლები და დღესაც გრძელდება გარკვეულწილად თანამედროვე ტექნოლოგიებით გადაიარაღება ამ საწარმოების. და დეპარტამენტი ასე მიყვებოდა ნაბიჯ და შეიძლება ითქვას კულტში მისდევდა ამ საწარმოებს, რომ რაიმე გადაცდომა არ მომხდარიყო მათ შორის ამ პროცესში და ერთი მხრივ გარკვეული უკმაყოფილებაც გამოვიწვიეთ კომპანიების მხრიდან, საკმაოდ ინტენსიური იყო კონტროლი. ჩვენ რაღაც ეტაპზე მოვიყვანეთ შესაბამისობაში ეს კომპანიები, მათ ასე ვთქვათ, შეიმუშავეს ახალი ნორმების პროექტები, დაუდგინდათ ადეკვატური ნორმების პროექტი, რაც ჰქონდათ რეალური გაფრქვევები და არა ის რაღაც გაუგებარი ნორმები რომ ჰქონდათ და რასაკვირველია ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დღესაც აი ამ წუთასაც შესულები ვართ 5 ძალიან მსხვილ დამაბინძურებელ საწარმოში, რომელიც მოქმედებს რუსთავის ტერიტორიაზე და ჩვენ რუსთავის ტერიტორიას არ უყურებთ რუსთავის ჰაერზე ზეგავლენას, მხოლოდ რუსთავში არსებული საწარმოების კუთხით, ასევე უყურებთ გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რომელიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე. და 2000 ბოდიში ვერ გადავდივარ. არ გადადის სამწუხაროდ. გადავიდა. ჩვენ 2024-25 წლებში რუსთავისა და მიმდებარე ტერიტორიაზე განმახორციელეთ ძალიან მსხვილი, საკმაოდ ზოგიერთი წვლილიც არის ცხადია, მაგრამ ძირითადად მაინც ვცდილობთ, რომ გეგმიურად შევამოწმოთ ის კომპანიები, რომელსაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს ატმოსფერულ ჰაერზე, ისინი წარმოქმნიან სახიფათო ნარჩენებს და აქვთ წყალში ემისიებიც მათ შორის. 57 ინსპექტირება გავახორციელებთ და შემდგომში მოგეხსენებათ, როგორც კი ჩვენ განმახორციელებთ ინსპექტირებას და გამოვალვენთ რაიმე ტიპის დარღვევას, იქ ხდება ადმინისტრაციული მიწერულობის დადგენა, წარდგენა, უდგინდებათ კონკრეტული ვადები ჩვენი კანონმდებლობით, როგორც არის განსასრული გამოსასწორებლად და ინსპექტორი დადის ბოლომდე, ვიდრე არ აღმოიფხვრება ესა თუ ის სამართალდარღვევა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა იდენტიფიცირებული. გარდაბნის მუნიციპალიტეტიც ასევე საკმაოდ დატვირთულია ტექნოგენურად და საკმაოდ ბევრი საწარმოებია მოგეხსენებათ რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქ 80 რეგულირების ობიექტის ინსპექტირება განახორციელა ზედამხედველობის დეპარტამენტმა. სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება იყოს რაღაც ორდღიანი ინსპექტირება და შეიძლება ეს იყოს
იყოს დაახლოებით ორკვირიანი საკმაოდ ინტენსიური კამერალური თუ ფაქტობრივი თავისი გაზომვებით და ასე შემდეგ ინსპექტირება. რაც შეეხება თვითონ აი ამ საწარმოების სექტორულად რო შევხედოთ, ეს გახლავთ მეტალურგიული წარმოება, ცხადია ეს არის ცემენტის წარმოება, ნარჩენების გადამუშავება, დამუშავება, კირისა და გაჯის საწარმოები, ქიმიური საწარმოები, როგორც გითხარით და გარდაბანში ასევე დაახლოებით identური არის ეს სურათი ამ სექტორების მიხედვით. ამ დარღვევების, ამ ინსპექტირებების შედეგად არის გარკვეული, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, დავაჯგუფოთ ეს სტრუქტურები შინაარსის მიხედვით და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე ხშირი დარღვევა მაინც არის გადაწყვეტილების პირობების დარღვევა, რომელიც მათ აქვს დადგენილი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით, აქ შედის მათ შორის თუ გეზშ-ში რა ტექნოლოგიური ციკლიც აქვს საწარმოს, თუ იმ ტექნოლოგიურ ციკლს არ მიყვება, ასევე გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობები, მათ შორის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობები, როდესაც კომპანიები თვითნებურად ისე რომ არ გაივლიან ავტორიზაციას გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ცვლიან გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესებს და ესეც დასჯადი ქმედებაა და ჩვენ ამ მიმართულებითაც რეაგირებთ, ცხადია. ნორმების პროექტის, ასე ვთქვათ, შეუსაბამობა ნორმების დადგენილი ზღვრულად დადგენილი ნორმების გადამეტების 17 ფაქტიც გვაქვს და გვაქვს საბედნიერო შემთხვევები, როდესაც დარღვევები არ გამოვლინდა. გარდაბანშიც დაახლოებით არის identური სურათი და აქაც გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობები, სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობები გამოვლენილი გვაქვს არაერთი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს საქმიანობას, როგორც ვთქვით და აღვნიშნეთ, მას წარედგინება შეზღუდის მიწერილობა, ვიდრე ის არ მოვა შესაბამისობაში კანონმდებლობასთან და არ გაივლის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით განსაზღვრულ შესაბამის პროცედურებს და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მას აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება კონკრეტული ტექნოლოგიური სქემით ან არა აქვს, ასეთ შემთხვევაში მას წარედგინება შეზღუდის მიწერილობა. ეს გახლავთ უშუალოდ გეგმიური შემოწმებები, როგორც გითხარით, ახლა ჩვენ მიმდინარე გვაქვს 5 მსხვილ საწარმოში, ეს არის 2 მეტალურგიული საწარმო, 3 ნარჩენების განთავსების ობიექტი, სადაც ასევე ხდება რემედიაციის პროცესი, გვაქვს ასევე კირის წარმოების შემოწმება და ახლა უახლოეს მომავალში დასრულდება და გვეცოდინება ამ შემოწმების შედეგები. და რაც შეეხება უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემას. მე აღვნიშნე, რომ კომპანიებმა მოახდინეს მნიშვნელოვანი გადაიარაღება და რატო დაჭირდათ მათ ეს ყველაფერი არ იყო მაინც და მაინც ახლა მათი დიდი სურვილი რომ ეს გაეკეთებიათ უბრალოდ იმისთვის რომ მათ ეწარმოებიათ უწყვეტი თვითმონიტორინგი მათ ჭირდებოდათ ფილტრაციის სისტემის გაუმჯობესებაც იმიტომ რომ ჩვენ გავაჩინეთ კანონმდებლობაში სანქცია ნორმების გადამეტების შემთხვევაში თუ ისინი არ შეცვლიდნენ მთლიანად ამ აიმტორდამჭერი მოწყობილობების თუ არ გაუმჯობესებდნენ თუ არ იქნებოდა ეფექტიანი მაშინ მათ მოუწევდათ სანქციების გადახდა ჯერადობის მიხედვით ანუ რამდენჯერად გაფრქვევასაც განახორციელებდნენ იმდენჯერად იზრდებოდა სანქციის რაოდენობა. თუ ჩვენ შევხედავთ ახლა აქ სურათს რეალურად და ასევე უნდა ვთქვა რომ გარკვეული საწარმოები რომელიც ექვემდებარება უწყვეტი თვითმონიტორინგის განხორციელების ვალდებულებას გარკვეული საწარმოები რაღაცა პერიოდულად ჩერდებიან მერე ისევ იწყებენ ფუნქციონირებას უმრავლესობა დაახლოებით 5 საწარმო უკვე გაჩერებულია დაახლოებით 3 წელია რაღაც ბაზარზე გარკვეული ასე ვთქვათ პრობლემების შექმნის გამო ზოგიერთ საწარმომ დაშალა თავიანთი საწარმო და საერთოდ გააჩერა ფუნქციონირება და თუ შევხედავთ ახლა ჩვენ რეალურად რუსთავში რეგისტრირებული გვაქვს 15 საწარმო, არა გვყავს რეგისტრირებული 6 საწარმო, აქედან 2-ზე უკვე მიმდინარეობს წარმოება და 2-თან მიმართებაში დაიწყება წარმოება, იმიტომ რომ მათ დაიწყეს ფუნქციონირება ისე რომ არ აქვს თვითმონიტორინგის ხელსაწყო დამონტაჟებული, ესაც შეეხება რუსთავს და გარდაბნის მუნიციპალიტეტში ასევე გვაქვს რეგისტრირებული გვაქვს 3 საწარმო და 9 არ არის რეგისტრირებული, თუმცა ამავდროულად უნდა ვთქვათ რომ აქედან აი 9-დან რომელიც არ არის რეგისტრირებული, ამავდროულად მათ აქვს შეზღუდვის მიწერილობა წარდგენილი, იმიტომ რომ არ არიან შესაბამისობაში იმ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებასთან, რა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებაც არის მათზე გაცემული და ვიდრე ისინი არ მოიყვანენ შესაბამისობაში, ვერც ჩართავენ და გაუშვებენ ამ საწარმოს. ახლა თუ შევხედავთ მათ შორის აი გადამეტების ნაწილში, რა გვიფიქსირდება ჩვენ უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში, ძირითადად მაინც უფრო ყველაზე ხშირად გადამეტების დიაპაზონი არის 5ჯერადამდე. აი როცა არ არის მნიშვნელოვანი გადამეტება ამა თუ იმ დამაბინძურებელი ნივთიერებების და ეს არის დაახლოებით 10 ფაქტი და 5-დან 10ჯერადამდე 3
ფაქტი და 10 ჯერ და მეტად გადამეტების 5 ფაქტი გვიფიქსირდება. ამ ყველა ჯერადობის უკან, როგორც გითხარით, არსებობს შესაბამისი სანქცია და ჯერადობის მიხედვით ხდება ამ სანქციების, ასე ვთქვათ, გაზრდა. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია და ატმოსფერულ ჰაერზე მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანზე გავლენას ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თავიდან რუსთავში ყავდა ერთი ეკიპაჟი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ვიზუალური გამონაბოლქვის შემთხვევაში მანქანიდან გამონაბოლქვის გაზოვა და ამ ეტაპზე 1800-ზე მეტი საჯარი მოქვითარია გამოწერილი და ჩვენ დავამატეთ მეორე ეკიპაჟიც, თანამედროვედ აღჭურვილი ეკიპაჟი, რომელიც გზებზე პატრულირებს და იმ შემთხვევაში, როდესაც დაინახავს ვიზუალურ გამონაბოლქვს, ასევე რეაგირებს ამ ფაქტებთან დაკავშირებით და საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლი, რომელიც ასევე უკავშირდება პირდაპირ წვის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში ემისიებს და ჩვენ გქონდა მათ შორის რუსთავისა და გარდაბნის ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის სინჯების აღება. მინდა ვთქვა, რომ ძირითადად მაინც ჩვენ პრობლემები გვჩნდება დიზელის საწვავში, ბენზინთან მიმართებაში არ არის ხოლმე რაიმე ტიპის პრობლემა და წელს ასევე ჩვენ გეგმავთ ამ წლის ბოლომდე კიდევ განხორციელდება დაახლოებით 80-მდე სინჯის აღება მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე იქნება ქვემო ქართლში, რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში საავტომობილო საწვავის სინჯები აღებული და იმ შემთხვევაში თუ გამოგვივლინდება ლაბორატორიული კვლევის შედეგად რაიმე ტიპის გადამეტება გატარდება რეაგირება. დიდი მადლობა, ეს არის სულ რაც გვინდოდა რომ თქვენთვის გვეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა ქალტონელიკო. კითხვები ბატონ ლექსოს ვთხოვ. მადლობა. კარგი არის ეს დამოკიდებულა, როდესაც რუსთავის ჰაერზე როცა ვსაუბრობთ, აუცილებლად ადრეც ესე ცალკე აღებულად ვიღებდით რუსთავს და კარგია, იმიტომ რომ ბატონ კახასთანაც ბევრჯერ ქონია კომუნიკაცია თქვენთანაც და მივედით იქამდე, რომ გარდაბანთან ამ აგლომერაციასთან ესე შეფასება ხდება და ცალკე აღებულად რომ ეს დამოკიდებულა მადლობა ამისთვის და გთხოვნა კიდევ რომ ეს გავაძლიეროთ, იმიტომ რომ ძალიან მოქმედებს, იმიტომ რომ გეოგრაფიულად ისე ეგ ტექნოლოგიურად და ისეთი საწარმოებია განლაგებული ახალ რუსთავზე განსაკუთრებით ზემოქმედებას ახდენს და ნუ ის აღარ ვიცი მე ის ჩვენ საუბარიც გქონია რომ ის რამდენიმე საწარმო არის ის ალბათ თავიდან ნულიდან გადასაიარაღებელია და ის ვერც გამოასწორებს და გთხოვთ რომ ესეთ დამოკიდებულებებში ვიყოთ ესეთი პრინციპულები იმიტომ რომ არანაირი მათ მიერ გადახდილი გადასახადი საპირწონე ვერ იქნება იქ ჯანმრთელობის და ჰაერის ადამიანის ცხოვრებაზე ეს ერთი და ამას მივაბავდი კიდე ძალიან ქალბატონმა ნინომ აღნიშნა ფონდის შესახებ სადაც ჯარი გადახდილი ჩვენს მიერ მიღებული ცვლილებებს სადაც სამინისტროსთან არსებული ფონდი რო არის მინისტრის მოადგილეები აგრძანდებიან და ხელმძღვანელობას მინდა თხოვნა გავაკეთო ამ ფონდთან დაკავშირებით ამ თანხის განაწილებებთან დაკავშირებით იმიტომ რომ მე არ ვიცი ხე მან ფორმულა შევიმუშავებთ ნებას როგორ გამოვიჩენთ მაგრამ რომ საუბრობთ მომავალში დასაგეგმად გთხოვთ რომ გავითვალისწინოთ რომ გარდამასა და რუსთავის შორის ძალიან ბევრი ეკოლოგიურად დადებითი პოზიტივის გამომწვევი და მომხდენი შეიძლება პროექტის განხორციელება რა და ამ ფონდის მიხედვით ანუ მარტო რუსთავზე რო არ იყოს ამ ორ რაიონს რომ მოხმარდეს ეს და ეს თუნდაც იქ იმ ბუფერული ზონებია იქ ბევრი სივრცე არის იქ გზა არის საწარმოო გზა არის რომ ისეთ მიზნობრივად ამ ფიქრობ რომ დადებითი პოზიტივი ექნება ამ ფონდის ამ კუთხით განკარგვას მადლობა მადლობა კიდე ხო არ არის კითხვები დავამატებ ფონდთან დაკავშირებით მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის კიდევ ერთხელ მიბრუნება და კარგად განხილვა იმიტომ რომ კარგი იქნება რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მარტო ხის დარგვა არ იყოს ამ ფონდის მთავარი მიზანი როდესაც გეგმებში ვსაუბრობთ რომ ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს გზებია დასაგები ანუ მარტო ხე არ გამოასწორებს იმ მდგომარეობას რა მდგომარეობაც გვაქვს და ლექსოს დავეთანხმები როდესაც დაბინძურება ხდება ქალაქში, როდესაც დაზიანება ხდება ჩვენი ქალაქის, გათანაბრება ამ თანხების სხვა მუნიციპალიტეტებზე არ მიმაჩნია რომ სწორია, იმიტომ რომ ჩვენ ქალაქს სჭირდება უფრო მეტი აღდგენა და უფრო მეტი ღონისძიების გატარება. ერთი კითხვა მექნებოდა ავტობაზრობაზე არსებული მანქანების სატესტო რეჟიმში, რაც არის ძალიან ხშირად არის, ანუ იქაც ხდება მანქანების გამონაბოლქვზე შემოწმება. ჩვენ ავტოსატრანსპორტო საშუალების კონტროლს ვახორციელებთ უშუალოდ გზებზე გადაადგილების პროცესში
იქ უშუალოდ არ ხდება ავტობაზრობის ტერიტორიაზე სატესტო რეჟიმში. და წესით მათ ასევე როგორც ვიცი ტექნიკური თუმცა ხელს არაფერი არ უშლის. უბრალოდ იქ დღის განმავლობაში ასობით და ათასობით მანქანა სატესტო რეჟიმს გადის და ქალაქთან ძალიან ახლოს არის და გაბატონებული ქარები როგორც ვიცი ზუსტად მაგ ტერიტორიიდან გარდაბნის მიმართულებით ჩვენ ქალაქს გაივლის და ალბათ შესატანი იქნება ესეც რომ მონიტორინგი ამ ყველაზე საქართველოში ყველაზე დიდ ტერიტორიაზე განხორციელდეს. ჩვენც ალბათ გადავხედავთ კანონმდებლობას, რამე ხო არ არის ხელისშემშელი გარემოება და ასევე მაგ მართულებითაც დაგიბრუნდებით აუცილებლად. რაც შეეხება ბატონ ლექსო თქვენს განცხადებას, რეალურად მე კიდევ გამომრჩა ერთი საკითხი, აი ძველ საწარმოებთან დაკავშირებით, ნამდვილად არსებობენ საწარმოები, რომლებსაც დაახლოებით ალბათ 10 მილიონის ინვესტიცია ჭირდება, რომ იმან ნორმალურად იფუნქციონიროს და მათ როგორც წესი ეს 10 მილიონი არ აქვთ, იმიტომ რომ არის სრულიად წარმოუდგენელი საწარმოები, შეიძლება ითქვას მიწურში გაკეთებული საწარმოები. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ იქ აი მტვერდამჭერი მოწყობილობა არათუ შეუძლებელია, საერთოდ ვერც იარსებებს, ასევე გვაქვს და უკეთებთ ხოლმე შეზღუდვის მიწერილობას, რომ მან არ განახორციელოს საქმიანობა, თუ არ აქვს აი მტვერდამჭერი მოწყობილობა და ესეც იმ ახალი კანონმდებლობის ნაწილი იყო და თუ 10ჯერ ან მეტჯერ გადამეტება ფიქსირდება, ასევე გვაქვს ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომ საწარმო შეუზღუდოთ საქმიანობის განხორციელების უფლება და ამ შესაძლებლობას ვიყენებთ ხოლმე. რაც შეეხება თვითონ ამ ზიანის გარემოსდაცვითი პასუხისგებლობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ზიანის ფონდში აკუმულირებულ თანხებს, იქ ცხადია ეს თანხები უნდა მოხმარდეს გარემოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას და მე ვფიქრობ ის რაც მოხმარდება გარემოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს გვაძლევს ლავირების შესაძლებლობას. არ არის ეს მხოლოდ ხე, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც არსებულ მდგომარეობას გაუმჯობესებს და ვფიქრობ, რომ არ იქნება ამასთან დაკავშირებით და შეგვიძლია რომ ამასთან დაკავშირებით სამინისტროში გავიაროთ ეს საკითხი. რუსთავს ჰქონდა უპირობო მხარდაჭერა წინა, ასე ვთქვათ, თანხის გამოყოფის ნაწილში, არაჩვეულებრივი წინადადება იყო წარმოდგენილი და შესაძლებელია რომ ერთობლივად ორმა მუნიციპალიტეტმაც, მათ შორის გაერთიანებული ძალებით შემოიტანოს და ამას კომისია განიხილავს მოგეხსენებათ და შეიძლება რომ ამაზე ვიმსჯელოთ ამ კომისიის ფარგლებში. მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონელი, ბატონ კახა ხო არ გდებავთ შეაჯამოთ. შემიძლია ვთქვა ქალბატონმა, რომ მომავალშიც ახლა რაც ქალბატონმა ნინო დააყენა მაგ თემებს კარგ შევისწავლით, თუნდაც ავტობაზრობებზე კონტროლის მექანიზმი როგორ შეგავაკაცროთ და კონტროლის ქვეშ რომ მოვაქციოთ და სხვა შემთხვევებში ანალოგიურად ჩვენ მზათა ვართ თანამშრომლობისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა და გვერდში დგომა აქვს, იმიტომ რომ რუსთავი ამით და გარდაბანი გამოირჩევა იმით, რომ დიდი ინდუსტრიული საწარმოებია და მაქსიმალურად ჩვენი მხრიდანაც ყურადღება მიიქცევა მეტად. ძალიან დიდი მადლობა. თუ მეტი კითხვები არ არის, ქალბატონინოს თხოვში ჯამისთვის. მადლობას გეტყვით, როგორც კომიტეტს, ასევე სამინისტროს, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება იქამდე, ვიდრე ჩვენი ძალისხმევით აი იმ პროექტებს, იმ გეგმებს არ შევასრულებთ, რაც გვაქვს გამიზნული მომდევნო წლებში. განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც როგორც კომიტეტის ფარგლებში, ასევე სამინისტროს ფარგლებში ვგრძნობთ, ვიცით რა გვაქვს გასაკეთებელი და აუცილებელია კოორდინაცია ისეთი, როგორიც გვაქვს და თითოეული ამ სტრუქტურის ჩართულობა. მადლობა ყველას ჩვენი ქალაქის სახელით. ძალიან დიდი მადლობა. მეც მინდა ყველას გითხრათ და ასე ვთქვათ, ის ოქმი, რომელსაც მოამზადებთ, ყველას გამოგეგზავნება და ჩვენ როგორც იცით, პერიოდულობით კიდე გვექნება რაღაც პერიოდის შემდეგ კიდე შევიკრებებით კომიტეტში, სწორედ რუსთავთან მიმართებით. ძალიან დიდი მადლობა, მადლობა სტუმრებს, მადლობა ჩვენ სტაჟიორებსაც დასწრებისთვის, ძალიან კარგი სტაჟიორები გვყავს და იმედი გვაქვს, რომ უფრო და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან კომიტეტის საქმიანობაში. წარმატებები, დიდი მადლობა.